დღევანდელ მეცნიერთა კლუბში ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს, როგორც ყოველთვის. ეს გახლავთ კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი საფრანგეთში, პროფესორი, ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი. რევაზ, გამარჯობა, ჩვენ დიდი ხანია. ფიზიკურად არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ძალიან დიდი ხანია გვაქვს ურთიერთობა, ესეთი ონლაინ და აქედან გამომდინარე რაღაცეები ვიცით ერთმანეთის და მე ძალიან მინდოდა შენთან შეხვედრა და შენი წარდგენა ჩემს სამეცნიერო კლუბში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ მესმის პირადად შენგან და ამით მინდოდა ეს ყველას ბევრ ადამიანს გაეგო. ერთი ძალიან დიდი მადლობა რომ გამოძებნე დრო შენი დაკავებულობა მე ვიცი, იმიტომ რომ სულ ხან სხვადასხვა ქვეყნებში ხარ, მაგრამ თუ საფრანგეთში ხარ, იქაც ვიცი რომ დრო ძალიან მჭიდროდ გაქვს ისეთნაირად. ყველას ვეკითხები რატომ აირჩიე ეს პროფესია? მე კი ვიცი, მაგრამ ნუ მაყურებლებს რო უთხრათ. უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის. ძალიან ნიშნულოვანი არის ყოველთვის მეთვლი ადამიანების ურთიერთობაში ნდობა, განსაკუთრებით დღევანდელ სამყაროში. რაც შეეხება რატო ავირჩიე ეს პროფესია, ეს არის მეანგინეკოლოგია. მეანგინეკოლოგია არის შეიძლება ითქვას უფრო ფართო სპეციალობის ქირურგიის ნაწილი. როგორც ყოველთვის ბევრი ფაქტორი მოქმედებს ხოლმე რაღაც პროფესიის არჩევაზე ან საერთოდ რაღაც გადაწყვეტილებების მიღებაზე ცხოვრებაში. მამა იყო ქირურგი, დედა იყო მეანი, ამიტომ ამ გარემოში ვიზრდებოდი, ძმაც ექიმია, უროლოგი. ამიტომ ამ გარემოში ვიზრდებოდი და ეს ყველაფერი ახდენს გავლენას, რომ რაღაც ბუნებრივად მოხდა, თქვათ, ეს არჩევანის გაკეთება სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება. შემდეგ ვერ ვიტყვი რომ რაღაც ამითი თქვათ გამარტივებული მქონდა რაღაც ჩემი ან სწავლა, ან შემდეგი კარიერული ზრდა, იმითი რომ თქვათ მამა ქირურგი იყო, დედა მეანი. დედა ისე გარდაიცვალა რომ ვერც გაიგო რომ თქვათ მე მეანი გავხდი და თავიდან ქირურგიით დავიწყე საერთოდ საქმიანობა საქართველოში. მერე მოხდა ერთი საინტერესო მომენტი, დავინტერესდი ლაპარასკოპიით. ლაპარასკოპია, ანუ მე როცა დავიწყე მუშაობა, ეს იყო 80-იან წლების ბოლო. ქირურგიის ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა და იკეთებოდა ასეთი გამოკვლევის მეთოდი იყო ლაპარასკოპია, მაგრამ ძალიან მარტივი იმ დროისთვის და ეხლა როდესაც ვუყურებ თქვათ ისტორიას და ეს ძალიან მაინტერესებს განვითარების ისტორია, იმ პერიოდში საქართველოში ეს კეთდებოდა სწორედ იმის შესაბამისად რა საშუალებები არსებობდა. ლაპარაკია 85-86 წლებზე. და დავინტერესდი ამ ლაპარასკოპიით და აღმოჩნდა მაშინ გავიგე რომ უფრო გინეკოლოგიაში იყო ეს ასე ვთქვათ მიღებული ლაპარასკოპია, მაგრამ ნუ საქართველოში არ არსებობდა ესეთი ადგილები, სადაც ვთქვათ ძალიან განვითარებული ყოფილიყო. ერთ-ერთი ადგილი იყო ჟორდანიას ინსტიტუტი, იმ პერიოდისთვის ყველაზე ასე ვთქვათ თანამედროვე და განვითარებული ინსტიტუტი სამედიცინო სფეროში და სწორედ ამის გამო უბრალოდ დავინტერესდი ლაპარასკოპიით და მომიწია პროფესიის მთლიანად შეცვლა. ანუ ქირურგია, ზოგადი ქირურგიიდან გადავედი მეანგინეკოლოგიაში, რაც იგივე თქვათ იმ ინსტიტუტში მთლიანობაში თქვათ მეანობაც არ იყო. იყო ძირითადად გინეკოლოგია, რეპროდუქცია, მაგრამ კეთდებოდა ლაპარასკოპია, რაც მაინტერესებდა. შემდეგ იქ გავიგე რომ ლაპარასკოპიის საერთოდ წყაროები იყო საფრანგეთში. ჟორდანიას ინსტიტუტი, აი როგორც ვახსენე, იყო ძალიან განვითარებული ინსტიტუტი და იყო ჟურნალები, რაც იყო წარმოუდგენელი იმ პერიოდში, კითხვა ყოველთვის მიყვარდა. იყო ჟურნალები ფრანგულად და ეს ნუ აი როგორც ვახსენე, სხვა ფაქტორებია ხოლმე მშობლების დამსახურებით. ფრანგულად ნუ ვკითხულობდი, ვინაიდან ფრანგულ ენაზე ფრანგულს სწავლობდი. ეს იყო მშობლების გადაწყვეტა, ცხადია.
და ფრანგული ჟურნალი ჩამევარდა ხელში, სადაც იყო ლაპარასკოპიაზე ლაპარაკი კლერმონ-ფერანზე, პირველად იმ ხალხის გვარი წავიკითხების, ვინც იყო იმ დროს არც ვიცოდი ვინ იყვნენ ესენი წესიერად, მაგრამ სტატიამ ნახე, რომ იყო ლაპარაკი ლაპარასკოპიაზე და ნუ რაღაც მოხდა ისეთი, რომ აი ძალიან დავინტერესდი ამით და აი ამაზე გადავერთე და ნუ შემდეგ იყო აი საფრანგეთში ჩამოსვლა, სადაც უკვე სწორედ პრაქტიკულად ქირურგობიდან გადავედი მე ან გინეკოლოგიაში. ეს უკვე სხვა ისტორია, ძალიან ძნელი გზა არის, ძალიან რთული გზა არის, მაგრამ ნუ უკვე ეს იყო 93 წელს და ეხლა ნუ 34 წელი დაიწყო, რაც ამ სპეციალობაში ვარ. აი ასე მოკლედ რომ ვთქვათ, აი ასე მოხვდი ამ ადგილას და ამ სპეციალობაში. რეზო რამდენად ანუ შენ უკვე მუშაობდი ჟორდანიაში როგორც ხო აი რამდენად რთული თუ ადვილი იყო თქვათ შენ წახვედი საფრანგეთში და დარჩი ფაქტურად ხო ასე გამოვიდა ხო აი რამდენად განსხვავება იყო ეხლა 93 წლის მედიცინა საქართველოში ავტომატები დარბოდა მაშინ ხალხი ეს ის პერიოდია და ეხლა საფრანგეთში მაინც ასე თუ ისე სათბურის პირობები და სულ სხვა ტიპის მედიცინა ხო ალბათ დიახ კი აქ ისევ ძალიან ბევრი მომენტებია ავტომატებზე გამახსენდა მე ასე მოხდა მყავდა მანქანა იმ 90-იან წლებს ვუბრუნდები ზაპოროჟეცი იმ დროს ნუ ეს ძალიან ისეთი ის იყო და ნუ ძალიან კარგად მახსოვს ჟორდანიის ინსტიტუტში რო შედიხარ იქ არის ნუ ძველ შენობაში ხლა შენობა ინსტიტუტს აღარ ეკუთვნის ფილარმონიის მხრიდან ხო დიახ ძალიან ისეთი ძველი საინტერესო ნუ ისე ტიპიური თბილისური შენობა იყო აი ჩაჩავას ინსტიტუტის პირდაპირ იქ რომ შედიოდი იქ იყო შემდეგ კიბეები დადიოდი როგორც აი ძველ შენობებში და იქ იყო რაღაც აი მიმღებივით და მახსოვს იმ 90-იან წლებში პაციენტებს მოჰქონდათ ბენზინი კანისტრებით და იქ ტოვებდნენ ისათვის რომ ხო გენერატორი დვიჟოკი და იქ იმისთვის კიდე რომ ყოფილიყო ბენზინი ხო და ნუ ცხადია ეს ერთის ხრივ საქართველოს, მეორეს ხრივ საფრანგეთი, სადაც ნუ ეხლა აი ძალიან ყველაფერი გადაბმულია, ხო, აი დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, რომ საფრანგეთს უჭირს, რომ კრიზისია და ასე შემდეგ. გერმანიასაც ხო, ამ დღეებში ფიქრობდი ზუსტად ეხლა 34 წლის განმავლობაში მე რასაც ვუყურებ, ეს არის განვითარება წინ. ძალიან რთული, მაგრამ ეს არის ნორმალური, სხვანაირი განვითარება არ არსებობს. ძალიან რთული, მაგრამ წინ მიდის, ქვეყანა წინ მიდის, ძალიან ბევრ პატარა დეტალებში ეს იგრძნობა, რომ წინ მიდის, ვითარდება, რთულად, შეიძლება მძიმედ, მაგრამ წინ მიდის. ეხლა რა შეიძლება იმ წლებს, როდი ჩამოვედი, იგივე თბილისში დასარეკად მაგალითად, ნუ მაშინ ხო არ იყო ეს მობილური ტელეფონები, იყო ჯიხურები, ტელეფონის ჯიხურები და ბარათები იყო ამ ჯიხურში რომ შეიტანდი, დღემდე მაქვს ის ბარათები და ნუ ასე უკავშირდებოდით ერთმანეთს. დღეს ეს ყველაფერი ხო აღარ არის, ანუ ძალიან განვითარდა იგივე. და იმ 90-იან წლებს რომ დავუბრუნდეთ, ეხლა რომ თქვა რომ ძალიან გამიჭირდა, ვერ ვიტყვი რომ გამიჭირდა არ გამიჭირდა ალბათ იმის გამო რომ ვიყავე მონდომებული, მინდოდა სწავლა, ყოველთვის ეხლა დღემდე ნუ ჩემი ძირითადი საქმიანობა არის კლინიკური, მაგრამ ძალიან ბევრს ვასწავლი. საუნივერსიტეტო კლინიკაში ვარ და კლინიკურ და სასწავლო ცენტრს ვხმევ, ამიტომ ეს ყველას პირველი ვეუბნები мотиваცია. თუ გაქვს мотиваცია, ყველაფერს მიაღწევ. мотиваციის გარშე შეუძლებელია დაძალებით სწავლება არ ხდება. ხო და ამის თქმა მინდა რომ ძალიან მოტივირებული ვიყავი, ამიტომ ამ სირთულეებს ვერ გრძნობდი. მეორე მომენტი ისევ და ისევ დღეს ხვდები, არ ვიცი რატომ გადაწყვეტე მშობლებმა ჩემთვის თქვათ ფრანგულის ჭყალებში დაძალება, ჩემი უფროსი და ძმა იყვნენ ინგლისური ჰქონდათ ასე და ჩემზე უცებ გადაწყდა ფრანგული ეხლა დღეს აქ არ არის ბედის წერასავით არის ხო არ ვიცი დღეს არ არიან აქ რომ მკითხო რატომ ჩემზე გადაწყვეტეს ფრანგული და არა ინგლისური როგორც ჩემ უფროს დაზე და ძმაზე და ნუ მოკლედ ფრანგულად ლაპარაკობდი ცხადია ეს ფრანგული გასხოვდებოდა მეტნაკლებად იმ ფრანგულისგან რასაც აქ ლაპარაკობდნენ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ურთიერთობა ნორმალურად შემეძლო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ვხედავ
რო ჩამოდიან თქვა აი ხლა ბევრი უკრაინელი ექიმები არიან უჭირთ იმიტომ რომ აი ფრანგული რო არიციან უჭირთ ხო და მე ძალიან არ გამჭირვებია მე რაღაც ხლა ვისწავლე სულ ეს მქონდა რომ აი ყოველთვის უსმენდი სადაც შეცდომას დაუშვებდი მე ვასწორებდი ჩემი თვა ანალიზებდი რა შეცდომებს უშვებდი ხო და ამიტომ ვერ ვიტყვი რომ ძალიან გამიჭირდა თანდათანობით ჩავერთე და იმას დავუმატებ აი შენახსენე რომ დარჩენა ჩემთვის არ ყოფილა მიზანი დღემდე მაქვს ის ფოტოკოპიები ვაკეთებდი ფოტოკოპიებს ჟურნალებიდან სტატიების რაღაც რომელსაც თქვა წავიღებდი საქართველოში და ნუ ჩემი მიზანი იყო დროებითი ჩამოსვლა სასწავლებლად და მე დაბრუნება საქართველოში უბრალოდ როგორც არის ხოლმე ადამიანი ჭობდა და ღმერთი იცინოდაო საქართველოში გაუარესდა სიტუაცია აქაც შემომთავაზეს ასე თქვა დარჩენა და აი ასე მოხდა თორე ჩემი მიზანი აი საფრანგეთში წამოსვლა დარჩენისთვის არ იყო ჩემი მიზანი იყო საფრანგეთში ჩამოსვლა სასწავლად და ამ შემდეგ საქართველოში დასაბრუნებლად ეს იყო მიზანი როდესაც მოვდიოდი უბრალოდ მე ყველაფერი შეიცვალა და კიდე რომ დაუბრუნდეთ იმას რომ რამდენად რთული იყო კი იყო რთული გარკვეულ მომენტებში ვინაიდან იგივე ვთქვათ რომ ჩავოდე ასე არ არის საერთოდ დღეს რომ ლაპარაკობენ რომ აი შეიძლება წახვიდე უცხოეთში ყველაფერი აწყო ამის ყველაფერი იდეალური არ არის ასე არ იყო სტატუსიც გათვალისწინებული ჩემნაირი ადამიანისთვის ძალიან მე უბრალოდ გამიმართლა რომ მართლა განსაკუთრებულ განყოფილებაში კლინიკაში მოხვდი განსაკუთრებული უფროსი მყავდა როგორთნაირიც არ არსებობს პროფესორებრივა რაღაც სპეციალური ის მოიფიქრე შემთთვის რომ თანდათანობით რაღაც დამრჩენილიყავი მაგრამ იყო დღეები შემიძლია ვთქვა იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია ვთქვათ ვერ სამწყობოში ვჭამდი დღისით და იყო სიტუაცია რომ ვთქვათ ვერ ვასწრებდი ჭამას და სახლში დაბრუნებულ ვარ ვიტრინებს ვუყურებდი საჭმლით და იმითი და არ მქონდა არც სახსრები არაფერი რომ ეს ვთქვათ მეყიდა და მეჭამა და მაგრამ ეს მე მახსოვს მაგრამ რაღაც ეს არ იყო ისეთი ნუ არ იყო მთავარი სიტყვაზე ხო მეორე დღეს შევჭამდი სიტყვაზე ხო ხო არ იყო პრობლემა მაგრამ ეს იმის სათქმელად რომ ასე არ არის ყველაფერი აწყობილი მაგრამ თუ მოინდომებ თუ არ იხალტურებ ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს რეზო თვითონ ეს ლაპარასკოპია ხა მე გავიკეთე ახ რაღაც ნაწლავზე პრობლემა მქონდა და ლაპარასკოპიით გამიკეთეს რა ვიცი მეორე დღეს უკვე სახლში ვიყავი ეს შეხორცებაც ისე წავიდა რომ საერთოდ არც გამიგია ეს შედარებით ახალი მეთოდია ხო იმიტომ რომ ხა მამა სხვათა შორის მამა იცნობ მოწაფე იყო მამა თქვენის მეორე საავადმყოფოში იყო მთავარი ექიმი ჯუმბერ გაბუნია ხო რაზე ვლაპარაკობდი ანუ ეს ლაპარასკოპია მამა ჩვენი მამების დროს მე მგონი არ იყო ხო ეს ახალი მოგახსენებთ დიახ ну ლაპარასკოპია ეს რო გადავთარგმნოთ ნიშნავს მუცლის ღრუში ჩახედვას ლაპარო მუცელი არის და სკოპია ბერძნულად დანახვა და ну ეხლა ტექნოლოგიურად შეიძლება დღეს ახალია მაგრამ პრინციპი და იდეა ძველია აი იგივე ვთქვათ პომპეის გათხრების დროს იყო ნანახი სარკეები, საშოს დასათვალიერებელი სარკეები, ანუ ყოველთვის ცდილობდნენ, რომ სადღაც სიღრმეში, ორგანიზმში რაღაც დაინახათ, სწორედ რაღაც ტექნოლოგიების, იმდროინდელი ტექნოლოგიების გამოყენებით და ნუ ძალიან დიდხანს ეს იყო უბრალოდ მცდელობა, აი ვთქვათ, სწორედ აი გინეკოლოგიაში რატო განვითარდა ყველაზე მეტად, ვინაიდან იგივე ვთქვათ, საშოში შეეხედათ შიგნით რაღაც აი ესეთ სარკეების გავსით და შემდეგ უკვე აი მე-18 საუკუნეში გაჩნდა იდეა რომ რაი ცუდად რო ხედავ რაღაც სიღრმეში რაღაცას უნდა გაანათო ხო და იყო სანთლით განათება შემდეგ იყვნენ ადამიანები ვინც მოიფიქრეს სპეციალური მილები შიგნით სარკეებით რომ ამ სარკეებს თქვათ გარედან სინათლე შიგნითკენ გადაეცა და მაგრამ ყველა ვარიანტში თვალით უყურებდნენ შემდეგ უკვე მე-19 საუკუნეში, როდესაც გაჩნდა ელექტროობა და ედისონის დიდი დამსახურება, აი ნატურები გაჩნდა პირველი, ამ მილებს დაუმაგრეს ნატურები წინ. სხვა შორის ეს ძალიან პრინციპული რამე არის, წინ დაუმაგრეს ნატურები, რომ დაინახა თქვათ სიღრმეებში და ქალის შემდეგ ეს უროლოგები დაინტერესდნენ, რომ თქვათ ჩაეხედათ ჩარდის ბუშტში
და ასეთ სპეციალური მილები შეყავდათ და შარდის ბუშს ათვალიერებდნენ, მაგრამ იყო პრობლემები, ვინაიდან ეს ნათურები წვავდნენ. სითბური ეფექტის გამო წვავდნენ, იყო დამწრობები და ძალიან დიდხანს პრობლემები იყო და სადღაც 50-იან წლებში გაჩნდა იდეა, რომ ნათურა გარეთ კი არა, გარეთ ავაყენოთო ნათურა და გარედან ასევე სპეციალური სარკეების და უკვე გაჩნდა ლინზები, რომლებიც აძლიერებდნენ ამ სინათლეს, ამის საშუალებით იყურებოდნენ ამ სიღრმეებში, განსაკუთრებით აი შარდის ბუშში, მაგრამ ეს 60-იან წლები არის ჯერჯერობით. შემდეგ გაჩნდა უკვე ეს ბოჭკოვანი ოპტიკა და უკვე ნათურას კი არ ამაგრებდნენ ამ მილს, არამედ წყარო გაჩნდა, სინათლის წყარო გარეთა სადღაც და იქიდან ბოჭკოვანი ოპტიკით მოდიოდა ამაში და გრძელდებოდა და სადღაც 80-იან წლებში გაჩნდა უკვე კამერები, რომელსაც თვალით კი არ შეგეხედა ასე, არამედ კამერას ამაგრებდნენ გარედან ამ ოპტიკაზე და ნუ ცხადია კამერიდან ეკრანზე და ეს იყო ყველაზე დიდი რევოლუცია, ვინაიდან ეკრანზე ჯერ ეს ერთი არა მარტო ოპერატორი ხედავდა, არამედ ხედავდნენ სხვებიც და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან სწორედ თავიდან დიაგნოსტიკა იყო მარტო, მაგრამ მე ოპერაციებიც დაიწყო და ყველა ხედავდა, თქვათ, ოპერატორის უნარებს და ასე შემდეგ. და კლერმონ-ფერანი ამ ყველაფერში იყო ერთ-ერთი პიონერი, ვინაიდან 76 წელს აქ გაკეთდა პირველი ოპერაცია, აი ესეთი ენდოსკოპიის, ლაპაროსკოპიის გამოყენებით, დამზოგველი, ვინაიდან ორი რამე უნდა ითქვას, არის ტექნოლოგიის განვითარება და არის მენტალიტეტის განვითარება, ფილოსოფია, ქირურგიული, ვინაიდან ქირურგია საერთოდ ფილოსოფიაც არის, ხედვა, როგორ ხედავ რაღაცეებს და აქ გაკეთდა პირველი დამზოგველი, ანუ ადრე ვთქვათ რაღაცას თუ ამოიღებდნენ, საშვილოსნოს გარე ორსულობა არის ერთი პათოლოგია, როცა საშვილოსნოში კი არ ვითარდება ორსულობა, არამედ მილში და ეს შეიძლება ძალიან ტრაგიკულად დამთავრდეს, მაგრამ იქ არ არის ადგილი, სადაც შეიძლება ორსულობა განვითარდეს. ამიტომ აქ იყო ასეთი ქირურგი, გინეკოლოგი უბერმანესი, რომელსაც მოვიდა აზრად, არა მარტო ჩაეხედა ასე, მაშინ არ იყო კამერები, 76 წელზეა ლაპარაკი, არამედ რაღაც მოიფიქრა ინსტრუმენტები, ამ ინსტრუმენტებით გაეჭრა მილი და ამოიქაჩა ეს საშვილოსნოს გარე ორსულობა და გადაერჩინა, ანუ პირველი კონსერვატიული მკურნალობა საშვილოსნოს გარე ორსულობის ჩატარდა სწორედ აქ და შემდეგ თანდათანობით ეს ვითარდებოდა კამერების გარეშე. 80-იან წლებში დაიწია კამერები, 85-ში ზუსტად, სხვა შორის ასევე ფრანკი ქირურგი იყო ლიონში, ფილიპ მურე, რომელმაც პირველი ნაღლის ბუშტი გააკეთა კამერით და მან გააკეთა ეს რევოლუცია, ვინაიდან სხვა შორის ამერიკელები ეძახდნენ Second French Revolution, ვინაიდან შემდეგ ძალიან განვითარდა, როგორც იციან ამერიკელებმა აიტაცეს ეს ტექნოლოგიური განვითარება და ძალიან განვითარდა შემდეგ. ასე რომ ეს ყველაფერი თანდათანობით ვითარდებოდა. ტექნოლოგია ამასობაში დაიხვეწა, დღეს მაგალითად ყოველდღე დღეს მუშაობდი 4K კამერით და ნუ ეს გასაგებია რას ნიშნავს, ძალიან ბევრ დეტალებს ხედავ. კი, უკეთესად ხედავ ვიდრე თვალით, თქვა, ბევრად უკეთესად. ერთის მხრივ დეტალებს ხედავ კამერის გამო და მეორე განათება გაქვს თვითონ, რასაც ვეძახით ოპტიკა, გარდა ამისა არის 3D კამერა, ვინაიდან იგივე ეს 4K, 4K ბრტყელ ეკრანზე მუშაობთ და ამიტომ ეს ოდნავ ვთქვათ აქვეითებს რაღაც ხარისხს, მაგრამ არის 3D კამერები, ამითიც მუშაობთ, ამიტომ ტექნოლოგიის განვითარება ძალიან დაგვეხმარა. დღეს ფაქტია. ფაქტიურად იქ ხარ, ხო, ადამიანი? კი, იქ ხარ და ეს ტექნოლოგიური ქირურგია და ერთის მხრივ ეს არის პრობლემა, ანუ ბრჭყალებში, ვინაიდან ძვირი ღირს შედარებით, მაგრამ ნუ ახლა შემცირდა ახლა ფასები, ტექნოლოგია, ვთქვათ, ისეთი ძვირი აღარ არის, ყველას აქვს სახში ეს 4K, მაგრამ აქ ცოტა სხვა მოთხოვნებია საერთოდ სამედიცინო აპარატურისთვის, აი უსაფრთხოების და რაღაცა, რაც რდის ამის ფას, იგივე ეს კამერა, უფრო ძვირია, ვიდრე ვთქვათ, აი ფოტოგრაფიული, იგივე 4K კამერა, ან ტელეფონებზე არის 4K დღეს, ხო? მაგრამ ყველა ვარიანტში ეს ტექნოლოგია განვითარდა, ფილოსოფია განვითარდა და დამზოგველი ქირურგია, ეს არის მთავარი, რომ თანდათანობით განვითარდა. განაკვეთები პატარა არის, ანუ ნაკლები ტკივილია, ნაკლები რისკია ინფექციის შეჭრის და ზუსტად პაციენტები ძალიან სწრაფად
დგებიან ფეხზე და სახში ბრუნდებიან და ნორმალურ ცხოვრებას ადრე უბრუნდებიან. ანუ რომ შევაჯამოთ სადღაც 80-იანი წლებიდან 90-იანი წლებიდან მოხდა ამ ქირურგიის, ასე ვთქვათ, განვითარება და ჩამოყალიბება. ანუ შეიძლება ითქვას, რომ სადღაც 30-40 წლისაა ეს ქირურგია და კლერმონ-ფერანი იყო აი პირველი ვინც ამას ანვითარებდა გინეკოლოგიაში. პრაქტიკულად დღეს რაც კეთდება ყველა ოპერაცია გინეკოლოგიაში ლაპაროსკოპიულად გაკეთდა აქ და რომ ახსენეთ წლები მე გამიმართლა 93-ში ჩამოვედი, აი მაშინ იყო პიკი რაღაცები იყო. ხო, უკვე ბევრი რაღაცები გაკეთებული იყო, ბევრი რაღაცები კეთდებოდა, მაგრამ რომ ამბობთ რაღაცა კეთდება მედიცინაში ასეა, ერთის გაკეთება საკმარისი არ არის, ორი მომენტი არის. ამ ერთმა უნდა გაამართლოს და უნდა იყოს, რასაც ქვია განმეორებადი. ანუ უნდა გააკეთო მასიურად და არა მარტო შენ პიონერმა, რომელსაც გააქვს ამის გამოცდილება და ინსტრუმენტები, არამედ ნებისმიერად სხვაგან, ნებისმიერ ადგილას. ანუ განმეორებადი გახდა ეს ქირურგია და რაც თავარია დაგროვდა მონაცემები კლინიკური, რომლებიც აჩვენებდნენ, რომ აქ უპირატესობა ვთქვათ მუცლის გახსნასთან. ანუ ერთის მხრივ იყო დადასტურებული ამის სარგებლიანობა სამეცნიერო, სამედიცინო და მეორეს მხრივ ეს იყო მისაწვდომი, ასე ვთქვათ, ყველასთვის. ხლა მაშინ კამერები ვთქვათ, ყველა შეიძლება არ ქონდა, მაგრამ და სამწუხაროდ დღემდე ქვეყნები არის ვთქვათ აფრიკის, რომელსაც არ აქვს, მაგრამ პრაქტიკულად დღეს ყველგან არის. ყველგან არის, თუნდაც 4 კარო არ ქონდეს, ჩვეულებრივი კამერები აქვთ, SD standard definition ასეთი აქვთ და დღეს ეს არ არის პრობლემა. ასე რომ ამან გაიარა ეს დიდი განვითარების გზა და მე გამემართლა იმაში, რომ მოხვდი იქ, სადაც ეს ვითარდებოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხედავ როცა მუშაობ პიონერებთან, აი წიგნები ხო არის რაღაც სახელმძღვანელოები, თქვათ იგივე ბიოლოგიაში, რაღაცაში, სადაც არის ავტორები ცნობილი, რომ ამბობენ, აი ამ ავტორის წიგნი და მე გამემართლა, რომ ამ ავტორების წიგნებით კი არ კითხულობდი, მარტო იმ ავტორებთან ერთად მუშაობდი, ხო? მუშაობდი, ხო და გარკვეული წვლილი რაღაც ამ წლების განმავლობაში რაღაც მე შევიტანე რაღაცების განვითარებაში, ამიტომ აი ეს ასე მოხდა და ნუ აი ასე არის და დღეს ამას ვაგრძელებთ ჩვენ. და ამ ვცდილობთ, რომ ესეთი იგივე ვთქვათ, ეს ტრადიცია და რა თავარია ფილოსოფია. ფილოსოფია ეს არის მთავარი, ამას ყოველთვის მე ვუმეორებ ახალგაზრდებს, რომ მარტო ტექნიკა არ არის, ხელები, კი ცხადია, ხელები უნდა კონდეს, მაგრამ ეს მხოლოდ 25%-ია რაღაც კვლევების მიხედვით, მთავარი არის თავში, 75% როგორ გადაწყვიტავ, როგორ გააკეთო, თორე ახლა იგივე ამ თანამედროვე ტექნოლოგიითაც შეიძლება ცუდად გააკეთო და ცუდად რომ ამბობ ტექნიკურად კი არა, უბრალოდ არასწორი რაღაც გააკეთო, რაც გამართლებული არ არის და ამას რეგულარულად ვხედავ, ნუ აქ ნაკლებად, მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ დღემდე ასე არის. რატომ ეს ესეთი კონსერვატორული აზროვნებაა თუ უბრალოდ ტექნოლოგიები არ ყოფნის თუ სამწუხაროდ ბევრი მიზეზია, სულ ამაზე ფიქრობ, აი დღეს ზუსტად ისე დაემთხვა, მეგობარმა მომწერა რაღაც კლინიკურ შემთხვევაზე, რაღაც დეტალები, რო არ ჩაუღრმავდე, იყო გაკეთებული ის, როგორც არ უნდა გაკეთდეს და ვასწავლეთ სწორედ ახალგაზრდებს, რომ ასე არ გააკეთოთ. ბევრი მიზეზია, მე მგონი აი ეს როგორც ყველაფერში იგივე საზოგადოებრივ ცხოვრებაში საბჭოთა სკოლის რაღაც გადმონაშთები ინერციით ვერ მოშორდა სამწუხაროდ და ზოგადად გარემო არის ისეთი, რომ აი ეს რაღაცა ცვლილება, რაღაც ახალის გაკეთება სტანდარტების მიხედვით არ არის ამის мотивация, იმიტომ რომ არ არის ზოგადად საზოგადოება არ ითხოვს. აქ საზოგადოება ითხოვს, რომ გააკეთო ისე, როგორც საჭიროა. თქვათ, ლაპაროსკოპია კეთდება ყველგან, ადგილი არის იშვიათი, სადაც არ კეთდება, იქ პაციენტები არ მიდიან, ხო, სიტყვაზე. ზოგადად საზოგადოების მოთხოვნა არის და სამწუხაროდ საზოგადოების მოთხოვნა არ არის ხარისხზე. ოღონდ რაღაცა გამიკეთონ და ნუ ეს არის პრობლემა. განათლების პრობლემა არის, ახალგაზრდების მაგალითად დასავლეთის სამყაროში ყველგან არის რეზიდენტურა, როგორც საფუძველი ახალგაზრდა ექიმების სწავლების და ამავდროულად
ეს რეზიდენტურა არის უკვე პრაქტიკული მუშაობა, რეზიდენტებს ხელფასი აქვს და ასე შემდეგ. საქართველოს სულ მესმის ხოლმე საწყალი რეზიდენტები იქით ფულს იხდიან, რომ ამ რეზიდენტურაში ისწავლონ, ხო? ანუ ყველაფერი ამოტრიალებულია, ყველაფერი დამახინჯებულია და შესაბამისად ეს სტანდარტები ზოგადი არ არსებობს გუშინ წინ ოპერაციის დროს რაღაცა არასწორად გავაკეთე, ყველას ემართება და რეზიდენტმა მითხრა და მადლობა გადაუხადა. მე ვთქვი ძალიან კარგია, რომ ამას მეუბნები დროულად, სანამ კიდე რაღაც შეიძლება გამოსტორდეს, ვიდრე მერე და ეს ჩვეულებრივი ამბავია, იმას კი არ დავსჯი და რაღაცა და ვერ წარმომიდგენია საქართველოში რეზიდენტმა გაუბედოს უთხრას უფროს, რომ არასწორად გააკეთე რაღაცა. მე პირიქით მადლობა ვუთხარი და მე ვფიქრობდი ამაზე მთელი ისა, რომ აი რაღაცა არის, ვთქვათ, ან ყურადღება რაღაც ისე და ნუ ამან მითხრა ეს ასე არ არის, რაღაც არ გააკეთეთ სწორად. ხო და ამის თქმა მინდა, რომ იგივე ურთიერთობები ახალგაზრდების იგივე ვთქვათ პროფესურასთან სულ სხვანაირია აქვს, სულ სხვანაირია. ფაქტიურად რეზიდენტი თქვენს გვერდით მუშაობს და რა თქმა უნდა და ჩემი ფუნქცია არის რეზიდენტს ვასწავლო. ეს არის ჩემი ფუნქცია მთავარი. დღეს აი მეჩქარებოდა და ბოდიში მოვუხადე, რომ ვერ დაგითმო ამ ოპერაციას. პირდაპირ ასე ვუთხარი ბოდიში, იმიტომ რომ უნდა რაღაც საქმე მაქვს და ოპერაციას ვერ დაგიქთმობ, ცოტა ადრე უნდა წავიდე. და ნუ რეზიდენტ რო ოპერაცია არ გავაკეთებინო, მე ვერ გძნობ თავს კარგად, როცა არა მაქვს თქვათ რაღაც დროის და იმიტომ რომ ვიცი რომ იმან შეიძლება გააკეთოს კი არა, უნდა გააკეთოს. ზოგჯერ მეუბნებიან არასდროს არ გამიკეთებია. მეც მეუბნები, მე ყოველთვის არის პირველად, premier fois უნდა გააკეთო, აბა სხვანაირად არ არის. ანუ ჩვენთან განსხვავებულად არის, ხო მე არ ვიცნობ ამ სფეროს და ამიტომ პრაქტიკულად აი ეს სისტემა არ არსებობს, ეს სისტემა იყო ასეთი ამერიკელი ქირურგი, გინეკოლოგი William Halstead, არ ვიცი გაგიგონია თუ არა, ერთ-ერთი დამაარსებელი Johns Hopkins-ის უნივერსიტეტის, ერთ-ერთი დიდი 4-ისგან, ვინც დააარსა, სხვაებიც იყვნენ. და ეს William Halstead-მა შემოიტანა პრინციპი, ანუ მე-19 საუკუნის დასასრულში იყო ეს პრინციპები შემოტანილი, see one, do one, teach one, ანუ რაღაცას რომ ნახავ, უნდა გააკეთო და უნდა ასწავლო. დღემდე ამას ეფუძნება ეს სისტემა. სამწუხაროდ ეს საბჭოთა კავშირში ასე არ იყო, იმიტომ რომ მოწყვეტილი იყო ყველაფრისგან, ამ საერთო განვითარებისგან და შესაბამისად საქართველოში დღემდე ასე არ არის. არ არის, არანაირად არ არის. რეზიდენტები ფულს იხდიან იმაში, რომ ისწავლონ, რეზიდენტების განვითარება შეზღუდულია. რაღაც ეტაპზე რჩებიან და რაღაც ეს ვალდებულება არ არის გაიზარდონ, აქ არის მკვეთრად განსაზღვრული პირველი წლის რეზიდენტი, მეორე წლის რეზიდენტი, მე-4, მე-5, მე-6 და ასე შემდეგ, ასე რომ არა, ძალიან დიდი განსხვავებაა და ეს არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ ამის ხარისხზე აისახება ყველაფერი. რა თქმა უნდა, ვინაიდან რეზიდენტი, რომელმაც არის სწავლა სრულყოფილად ამ ყველანაირი პრინციპების გათვალისწინებით ვერ იქნება ნორმალური ექიმი. შემდეგ უმეტესობა რეზიდენტები საქართველოში არიან თვითნასწავლი, რაღაც ცალმხრივი, რაღაც ორიენტაციით, ისეთ რაღაც ზოგადი, როგორც საჭიროა, აქ არის აი ყველანაირი განათლება რომ გქონდეს მიღებული რეზიდენტს, მერე აირჩევს რაღაც ვიწრო სპეციალიზაციას თუ უნდა უკვე წლების მერე. ასეთი სამწუხაროდ არ არის. აი William Halstead რო დაუბრუნდე, William Halstead-ი შეიძლება აი ასეთი სერიალი არის ამერიკული, არ ვიცი ნანახი გაქვს თუ არა, Nike Botter ქვია, ამ Nike ასეთი ნიუ-იორკში იყო სამონტყოფო, სადაც ეს პროტოტიპი არის, ეს William Halstead-ის. იქ აუცილებლად ნახო, მეტყვი ძალიან ბევრი ისტორიული ფაქტებია და ეს William Halstead-ი იყო ცნობილი იმითი, რომ იყო კოკაინომანი. იმ პერიოდში ძალიან ბევრი იყო ასე, ვინაიდან აღმოაჩინეს ეს კოკაინი, იგივე როგორც ფროიდმა და სხვებმა და შემდეგ სამწუხაროდ ეს არის რაღაც მე-20 საუკუნის დასაწყისზე. დიახ, მე-20 საუკუნის დასაწყისი არის ზუსტად. მაშინ კოკაინი არ ითვლებოდა შხამად. ხო, არ ითვლებოდა და სამწუხაროდ აი ამითი არის ცნობილი ეს და მე
დაძლია, მოახერხა, დაძლია და კოკაინი, მორფინით ჩაანაცვლა და მაინც მერე მაგრამ ძალიან დიდი ქირურგი იყო, ძალიან ბევრი ოპერაციები, რაც დღეს კეთდება და რატო არა ეს საინტერესო კიდე აი დღეს რომ მაგალითად ხალთათმანებს იყენებენ ქირურგები, ამ ვილიამ ჰალსტედის დამსახურება ძალიან ცნობილი ისტორიაა, აი სერიალშიც კარგად არის გაკეთებული. ვილიამ ჰალსტედს ეხმარებოდა ექტანი და იმ დროს აი როგორც თქვია ძალიან ბევრი ისტორიული დამთხევებია იმ დროს შემოდიოდა ექსპერიმენტული ანტისეპტიკა, ასეპტიკა და ანტისეპტიკა, რაც მანამდე არ იცოდნენ, ხო, როგორც გადადიოდა ინფექციები. ეს კიდე სხვა ისტორია დამსახურება არის, დიდი დამსახურება პასტერის, რომლებმაც აღმოაჩინა, რომ ეს მიკრობული არის და არა რაღაც მიაზმები ჰაერიდან და ამ მიკრობების დასამუშავებლად და მოსაშორებლად იყო ასეთი ამერიკელი არა ინგლისელი ლისტერი, რომელმაც აი სწორედ პასტერთან იყო ჩამოსული ამის იდეები გადაამუშავა მედიცინისთვის. პასტერი ხო არ იყო ექიმი, პასტერი საერთოდ ის იყო ქიმიკოსი იყო. ხო და მან აი ლისტერმა შეიმუშავა ხელის დამუშავების მეთოდები ოპერაციის წინ, რომელიც იყო ძალიან აგრესიული ქლორს შეიცავდა და ხელებს აზიანებდა, მაგრამ ცხადია კლავდა მიკრობებს ხოლმე და ხელსაც კლავდა. ხო და აი ამ ჰალსტედის ექტანი რომელიც ეხმარებოდა, ჰალსტედი იყო თანმედროვე ყველაფერს ნერგავდა, ამაში ხელი უნდა ჩაედოთ ფორმულის რაღაც ისენი იყო ფორმულა და ამაში ხელი უნდა ჩაედოთ და ამ ექტანს ჰქონდა ეგზემა და ამ ეგზემას უღიზიანებდა. და შეყვარებული იყო ამ ექტანში და დაი მომენტები არის რომ ექტანმა იცოდა ამის საიდუმლო რომ თქვათ ეს რაღაც ასეთი დამოკიდებული იყო და ხელები რომ დაეცვა ექტნის თქვათ ამ გაღიზიანებისგან ამისთვის მიმართა იმ დროს ამერიკაში ავითარებდა ამ ტექნოლოგიებს მაკინტოში, რომელმაც აი პირველი საბურავები და გადამუშავება რეზინის, ხო, და მაკინტოში თხოვა, რომ გაეკეთებინა ხალთათმანები ამ თავისი ექტნისთვის და მიზანი იყო, რომ ხელები არ გაღიზიანებოდა ექტანს, რომელზეც შეყვარებული იყო, რომელიც თქვათ მისი თანამონაწილეც იყო იმ მხრივ, რომ არ ამჟღავნებდა ამის პრობლემას. და ამისთვის გაკეთდა ეს ხალთათმანები და მერე სხვებმაც დაინახეს, რომ ეს ხელებს არ აღიზიანებს, ასე დამუშავება, როცა ხალთათმანები გიკეთია, მერე გააგრძელეს ხალთათმანებით მუშაობა, ცხადია, მერე ხო არ მოიხსნიდნენ ხალთათმანებს და თანდათანობით აი ესე შემოვიდა, ეს არის ისტორიული ფაქტი, რომ ეს ვილიამ ჰალსტედის დამსახურება არის ადამიანის, რომელიც იყო პიონერი ბევრ რამეში, მათ შორის აი ასე, მაგრამ ასე ვთქვათ, საწყისი იყო სხვა ისტორია, სრულიად სხვა ისტორია ეს ისე გადახვევა პატარა ლირიული, ქირურგიული. თუმცა საპონი გამოიყენება, ხო, რამდენადაც ვიცი, გამოიყენებოდა ხა საერთოდ მამა ივან და ხონდა დიდი ხნის განმავლობაში სხვათა შორის ეხლა ну მე არ მიყვარს თქვა რუსული ციტირება, მაგრამ ინსტიტუტიდან დამამახსოვრდა და მამაჩემს წიგნში უწერია ზოგადი ქირურგიის для смывания трамвайной пыли. იყო ერთ-ერთი ქირურგი, რომელიც ამას ამბობდა, რომ ეს და სხვა შორის ასე არის, საპონი უკვე საკმარისია გარკვეულად, საპონი აშორებს ჭუჭხს ერთის მხრივ, აი რასაც ვეხებით ყოველდღიურობაში ანუ ოპერაციამდე მიყვალ, მაგრამ მიკრობების ნაწილსაც აშორებს, ეს ცნობილი ფაქტია, იგივე გამდინარე წყალი, უბრალოდ თუ იქ რაღაც ხო, ისინი გამრავლდებიან და ისინი რო არ გამრავლდნენ, ამიტომ დამატებით ქიმიურ დამუშავება სჭირდება, თორემ პრინციპში, აი ვთქვათ, ურგენტულ სიტუაციაში ხელები რო დაიბანო, ესეც სრულიად საკმარისია. საპნით ზუსტად ვინაიდან საპონი ხსნის ამ იმას და უფრო ადვილად აშორებს, რაც მიმაგრებულია. საპონოიდები ზოგადად. ხო. საინტერესო პროდუქტია, ძველი პროდუქტია თან საკმაოდ და კი, ეს ცხოველური ცხიმი როგორც კი აღმოაჩინეს, ალბათ მას შემდეგ ეს თანდათანობით ამის მე იგივე ამის დამუშავება, გადაყვანა ვთქვათ, კი. პოტაშით დაიმეთ, ხო, კი, კი, ზუსტად კი. კი. რეზო შენ ესე იგი ხარ მანდ უკვე, ფაქტიურად უფრო მეტ ხანს ვიდრე საქართველოში. კი, ასე გამოვიდა, ცხოვრების ნახევარზე მეტი აქ. ხო.
აი დაახლოებით როგორი არის შენი დღე აი ესეთ ჩვეულებრივი სამუშაოს და ისეც ესე იგი ისევ და ისევ ვიმეორებ მე ცოტა განსაკუთრებულ გარემოში ვარ სადაც აი თქვა სწავლებას და ჩვენ გვაქვს ცენტრი სასწავლო ცენტრი რომელიც აი მაშინ პიონერებმა შექმნეს 90-იან წლებში ვინაიდან რაღაც ახალი რო შემოდის განსაკუთრებული იმის გავრცელებისთვის იყო საჭირო სასწავლო ცენტრი სპეციალურად და ესეთ მნიშვნელოვანია ლაპარასკოპია საშუალებას იძლევა იმისა რომ მოხდეს საოპერაციოს გარეთ იგივე გარემოს შექმნა ანუ თუ გაქვს კამერა და ეს ყველანაირი რაც საჭიროა სინათლის წყარო და ასე შემდეგ საოპერაციოში ეს სხვაგანად შეგიძლია დააყენო ანუ სიმულაციური გარემო შექმნა რაც დღეს აღიარებულია რომ არ უნდა მოხდეს სწავლება პირველად პაციენტზე არასდროს პირველად პაციენტს დღეს პრინციპი არის სწავლების მაგრამ ძნელია მის აღსრულება და ამისთვის იქნა შექმნილი ეს სასწავლო ცენტრი სადაც თქვა ცხოველებზე ჯერჯერობით ეს შესაძლებელია ან უფრო და უფრო დღეს ვრცელდება ვირტუალური სიმულატორები რომლებიც გარკვეულად აღადგენენ იმ გარემოს საოპერაციო გარემოს ყოველ შემთხვევაში ინსტრუმენტები ზუსტად ისეთია ვირტუალური როგორც რეალური და შეგიძლია უამრავი გარდაქმნა ხო ვირტუალურად ნებისმიერ ინსტრუმენტს დაიჭირო ხელში ხო და რის თქმა მინდა ეს ვინაიდან თავიდანვე ეს განყოფილება იყო ამასთან შეერთებული ამ სასწავლო ცენტრთან ამ სასწავლო და ეს ყველგან ასე არ არის საფრანგეთში ერთი ადგილი ასევე სტრასბურგში ირკადი ქვია დიდი ცნობილი სასწავლო ცენტრია ანუ რუტინულ პრაქტიკაში ეს ასე არ არის ანუ თავიდანვე ვინც აქ მუშაობდა და ვინც იყო ასე ვთქვათ უფროსი ისინი სავალდებულოდ სასწავლო ცენტრშიც იღებდნენ გარკვეულ მონაწილეობას და მე თანდათანობით ნუ მე ამის უფრო ხელმძღვანელობაც დამევალ ამიტომ ჩემი საქმიანობის დიდი ნაწილი ამითი განისაზღვრება ანუ როდესაც მაქვს ვთქვათ სასწავლო ჯგუფები ყავს ჯგუფები ერთი კვირით ორი დღით სამი დღით შეიძლება მთელი კვირა ვიყო სასწავლო ცენტრში მაგრამ ამავდროულად ძალიან გავრცელებული არის ლაპარასკოპიაში ეგრეთ წოდებული საჩვენებელი ოპერაციები რაც თქვია live surgery როდესაც თან ოპერაციას აკეთებ და თან ლაპარაკობ მიკროფონით ლაპარაკობ და გაქვს ასევე თქვა დარბაზიდან რეაქცია კითხვები ამიტომ შეიძლება ვთქვა ჩემი პაციენტები შეიძლება კი არა ჩემ პაციენტებს უკეთებ ოპერაციას და თან ეს საჩვენებელია სხვისთვის სასწავლო ზოგჯერ თუ მაგ ვთქვათ ორი დღიანი ასეთი კურსები ვთქვათ კვირის ბოლოს მაგ ყოველთვის კვირის დასაწყისში ჩვეულებრივი მაგ ოპერაციები მიიღება ჩვეულებრივი თუ მაგ ჩვეულებრივი კვირა როდესაც არანაირი სწავლება არ მაქვს ორშაბათს მაგ ოპერაციები სამშაბათს მიიღება ოთხშაბათს მიიღება ხუთშაბათს სასწავლო ცენტრში ვარ მაინც ვინაიდან ორგანიზაციული მომენტებიც არის პარასკევს ოპერაციები დღეს მაგალითად ოპერაციები მქონდა მაგრამ დღეს ალბათ არ ვიცი გერმანიაში იგივეა თუ არა გუშინ დასვენება იყო საფრანგეთში და ამიტომ როდესაც ასე გადაბმულად არის ხოლმე უფრო ლაითი მსუბუქი პროგრამა არის პარასკევს ვთქვათ რომ აი იმიტომ რომ შემდეგ ვიკენდია ამიტომ დიდად დატვირთული დილას არ ვიყავი ერთი ოპერაცია მქონდა მაგრამ გაიჭიმა გადაება რაღაცეები ასე რომ აი ასეა განმწელებული დაახლოებით 50% არის კლინიკური ეს არის ოპერაციები მაგრამ ოპერაციამდე უნდა პაციენტები ნახო ანუ მიიღება ჩვეულებრივი სადღაც ნორმალურ კვირაში ანუ როდესაც მარტო ამითი ვარ დაკავებული სადღაც 30-დან 40 პაციენტს ვნახულობ და ნუ აი ასეთი და 50% დროის არის ზოგადად საერთოდ ეს კლინიკური და 50% სწავლება. გარდა ამისა, ხშირად მიხდება, ვთქვათ, მოგზაურობა, ეს ნაწილია საქმიანობის. რამოდენიმე დღით, ერთი კვირით გააჩნია მანძილებს ნებისმიერ კონტინენტზე. სწორედ ყოველთვის როცა ვამბობ მოგზაურობას, ეს არ არის ტურისტული მოგზაურობა არ არის ყოველთვის გონიათ ხოლმე აი იქ იყავი რაღაც არა მაქვს დრო ვიცი კარგად აეროპორტებიდან მივდივარ სასტუმროში მეორე დილას ფორმაში უნდა იყო რომ იცი რომ ოპერაცია გაქვს ლექციები გაქვს
და წამოსვლაც ასე ხანდახან შეიძლება ყოველთვის უნდათ მასპინძლებს გამოგიყონ დრო რომ რაღაცა გაჩვენონ და გათვალიერებინონ, მაგრამ უკვე ხანდახან ისეთი გასაოცებული გაქვს რომ აღარც გახსოვს წესიერად რას ნახულობ, ასე რომ ესეც არის ნაწილი ამ საქმიანობის ასეთი მოგზაურობები, თუმცა კოვიდის მერე ძალიან შემცირდა ერთის მხრივ იმის გამო რომ ზოგადად თქვათ ეს გადაადგილებები შემცირდა და მეორე აღმოჩნდა რომ ონლაინ შეიძლება ძალიან ბევრი რამის გაკეთება, ამიტომ დღეს ონლაინ ჩვეულებრივი ამბავია, ონლაინ ლექცია, ონლაინ კონსულტაციებიც და ოპერაციაც ასევე, ვინაიდან ეს აპარატურა ნებისმიერი, როგორც აი თქვენ ჩვენ ახლა გვაქვს ურთიერთობა კამერით, თქვათ ეს კამერა ასევე შენთანაც არის, ხო? არა, რა თქმა უნდა, იგივე ჩემი კამერა, რომელთაც ოპერაციას ვაკეთებ, ეს კამერა შეერთებული არის, ინტეგრირებული სისტემა არის, რომელშიც არის Teams-ი, Zoom-ი და ამ Teams-ი, Zoom-ი ჩვეულებრივად, როგორ ვთქვათ, რომ ლაპარაკობთ გარეგანი კამერის მაგივრად, ის ენდოსკოპიური კამერაა წყარო იმ სიგნალის და ოპერაცია გადაიცემა ასევე კამერით. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი დღეს. ყველაზე რთულია ხოლმე დროების აწყობა, როცა დიდი განსხვავება, მაგალითად ინდოეთთან გვაქვს კავშირი და იქ 4 საათ ნახევარი, 5 საათ ნახევრობითაც არის კიდე განსხვავება. თვითონ იმხელა ინდოეთი რომ კი, რთულია ხოლმე ამის აწყობა, რომ ზუსტად თქვათ იმ დროს ჩვენ უკვე ოპერაციები გაგვითავდა. ან არის პირიქით სხვა კონტინენტზე, იმ დროს ჩვენთან არ გათანებულა, როცა ის, მაგრამ თუ დაჭირდება ამას ხო და იმის თქმა მინდა, რომ ესეც დღეს ძალიან გავრცელებული მეთოდია ჩვენი საქმიანობის და მე რეგულარულად მაქვს ხოლმე ასე ლექციები ონლაინ, ოპერაციები ონლაინ და ზუსტად აი მგზავრობას რო დაუბრუნდეთ, ადრე არის ხოლმე ეს სიტუაცია, არ გინდა სადღაც წასვლა, რაღაც გეზარება და ნუ რაღაც არ გინდა, ადრე იტყოდი რომ აი ვერ წამოვა, კარგი, დაგანებებდნენ თავს. ეხლა დღეს პრაქტიკულად გამორიცხულია რომ რაღაც ონლაინ როგორ არ შეგიძლია, ეგეთ რაღაცა არ არსებობს. ნუ პრაქტიკულად უარის თქმა აღარ მოდის. მე ვიცი რომ შენ ხშირად ადიხარ საქართველოში. ცხადია, პირველი წლები აქ რო ჩამოვედით, ძალიან ძნელი იყო მატერიალურად, ყველანაირად და ამიტომ თუმცა 93-ში რო ჩამოვედი, შემდეგ ჩემები ჩამოვიდნენ და პირველად 95-ში წავედით, ვინაიდან თვლიდით რომ ბავშვებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია რომ იქ მაინც ნახონ ეს ბებიები, ბაბუები და ნუ თქვათ იგივე ენისთვის. ხო და მაგრამ აი პროფესიულ მე ახლა რომ მივიდივარ ეს ერთად პროფესიულია, ვინაიდან ასევე სადღაც 2003 წლიდან რეგულარულად დავდივარ და აი ასე ვაკეთებ ოპერაციებს. კონსულტაციებისთვის და ოპერაციები ჩვეულებრივად, ვინაიდან ჯერ ერთი მაქვს ორმაგი მოქალაქეობა, მიხეილ სააკაშვილმა მომცა ეს საქართველოს მოქალაქეობა, შემდეგ ეს ლიცენზია, ცხადია, ამიტომ არაოფიციალურად არ მუშაობ, ოფიციალურად მუშაობ და ჩვეულებრივად მაქვს ასე აწყობილი, უბრალოდ დიდი ინტერვალებით. ახლა თებერვალში ვიყავი და თებერვალში ვინც ნახე პაციენტები ყველა ვერ მოვასწარე მაშინ, დაბარებულები არიან მაისში, პრაქტიკულად შევსებულია უკვე საოპერაციო გეგმა და კიდე აი როგორც გითხარი კიდე სულ მიკავშირდებიან იმას ხო ნახავ ის და თუ ეხლა ვერ მოვასწარი, შემდეგ აგვისტოში და ეს რეგულარულად წელიწადში 3 ჯერ ვახერხებ კი. ხო, და ანუ ოპერაციებიც და ისიც ხო. ოპერაციებიც. ანუ ჩვენ ახლა ჩვენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საქართველოში იძლევა იმ საშუალებას, რომ შენ თქვა ლაპაროსკოპიული აპარატური კი, ნამდვილად ეს დღეს აპარატურა არის ყველგან, ყველგან კი, პრაქტიკულად ახლა ასე თუ ისე ვიცი, ვინაიდან ვინც აკეთებს ლაპაროსკოპიას საქართველოში, ყველა პრაქტიკულად ჩვენთან არის ასევე ჩამოსული, მეც ვარ ნამყოფი ბევრგან, ამიტომ თბილისში დღეს აპარატურა არის. თბილისში აპარატურა არის, თანამედროვე აპარატურა არის. ეხლა განახლების პრობლემებია, ვინაიდან ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული და ეს ძალიან ისეთი ფართო საკითხია, ბოლოს ისეთ ცვლილებები, ეგრეთ წოდებული DRG და ასე შემდეგ, არ ითვალისწინებს სამწუხაროდ სწორედ ამ აპარატურის ამორტიზაციას, აპარატურის ხარჯს, ფასს და ასე შემდეგ და ეს არის დიდი პრობლემა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აპარატურა ნამდვილად არის. ახლა მე
სხვანაირად ვერც გავაკეთებ, უბრალოდ ეს პრინციპია, რომ ეხლა ყველგან ერთნაირი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ძალიან ცუდი აპარატურით ვერ ვიმუშავებ. კარგი აპარატურაა, ეხლა ბევრგან იმის გამო რომ მე ვთხოვე, რომ ეს იყოს და იმათაც იციან, რომ ეს არის საჭირო და არა, აპარატურის პრობლემა დღეს არ არის და ეს მომენტიც საერთოდ მნიშვნელოვანია საქართველოში, არის ოაზისები. სადაც არის ძალიან კარგი პირობები, კარგი სპეციალისტები, ძალიან კარგი, მაგრამ ეს რჩება ოაზისებად უდაბნოში. ჩემთვის ეს არის. არ არის გადაბმული, ქსელი არ არის, სისტემა არ არის, პაციენტისთვის თუ იცის რომ ამ ოაზისში შეუძლია მოხვდეს და იცის რომ ოაზისი არსებობს, იქ რაღაც გაუმართლა, მაგრამ ყველამ არ იცის რომ თქვა საფრანგეთში ტელეფონს რო აიღებს პაციენტი, იმას სულ არ აინტერესებს სახელი გვარი ექიმის, ის იმას იცის, იმან იცის რომ თქვა ამ კონკრეტულ საუნივერსიტეტო საავადმყოფოში აღმოუჩენენ ისეთ დახმარებას, რომელიც შეესაბამება სტანდარტებს, ნორმებს. ხო, არ არის აუცილებელი პარიზში გაქცევა. არა, არ არის ასეთ რაღაც არ არსებობს. ეს ასეა ბევრგან მე როგორც ვიცი ევროპაში და ნუ საფრანგეთში ასე არის ნამდვილად. არის ცხადია, როცა სისტემას იცნობ და რაღაცებს იცნობ, რაღაც ძალიან იშვიათი გამონაკლისები, რაც თქვათ რაღაც ვიღაც გამოირჩევა სადღაც რომელიღაც ქალაქში, ხო? როგორც მაგალითად ჩვენთან რო დაიწყო ლაპარასკოპი 90-იანებში, მაშინ სხვაგან არ კეთდებოდა, ხო? დღეს მეტნაკლებად ყველაფერი კეთდება, მაგრამ არის რაღაცეები პატარა ნიუანსები, ხო, რაღაც ნიშები, რაც გარკვეულ ადგილებში შეიძლება. მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი. არა, ეს არ არის გადამწყვეტი. ნებისმიერ პაციენტს შეუძლია მიიღოს საფრანგეთში ისეთი დახმარება ნებისმიერ ადგილას, რომელიც შეესაბამება სტანდარტებს და რაც თავარია მეორე რამე არის. არის აი რაც ვახსენე ქსელური სისტემა, რას ნიშნავს ქსელი? ერთ ადგილას თუ ეს არ კეთდება, იქიდან სავალდებულოდ გაუშვებენ იქ, სადაც კეთდება. ანუ იმას არ დაიტოვებენ, ძალიან ძნელი სათქმელია ეს, მაგრამ ასე არის ზოგჯერ საქართველოში, ოღონდ პაციენტი ჩაიგდონ და იმას არ უკეთებენ, რაც აჩვენა. ხო, უნდა მეთქვა, ხო, ეს. ხო, აი და ხო და ასეთი რაღაც გამორიცხულია. არ კეთდება, ვინაიდან დღეს ნორმები არის, მაგალითად, ევროპული ნორმებია უკვე, მაგალითად, რაღაც ონკოლოგიაში იგივე ჩემი სპეციალობა, სპეციალიზაცია უროგინეკოლოგიაში თუ არ კეთდება გარკვეული რაოდენობის ოპერაციები, იმას ვერ გააკეთებენ. მაგრამ იმათთან რომ პაციენტი მივა, იმას ეუბნებიან, აი ამ ადგილას გაგიშვებთ. იქ აკეთებენ ამას. და ეს არ არის მინუსი იმ საავადმყოფოში, ვინც უშვებს პირიქით. არა, ეს ვალდებულებაა და პაციენტებმაც ვალდებულება არის. იგივე მაგალითად დღეს ძალიან გავრცელებული არის, აი ონლაინ ვახსენეთ, ხო? მულტიდისციპლინარული შეკრებები, რასაც აი კონსილიუმს ეძახდნენ საფრანგეთში და რატომღაც მას მერე ეს სიტყვა არ მიყვარს კონსილიუმი. რაღაც ძალიან საბჭოთად ჟღერს ჩემთვის. ასეთი შეკრებები არის, რაღაც სპეციალობაში თქვათ არის ასეთი ენდომეტრიოზი, უროგინეკოლოგია, ონკოლოგია, ზოგჯერ ორ კვირაში ერთხელ, ზოგჯერ თვეში ერთხელ. და ამ ქსელში ჩართული არიან სავალდებულოდ პერიფერიული საავადმყოფოები, მაგალითად ხაშურში რომ რაღაც პრობლემა გქონდეთ, იმათ იციან რომ თქვათ შემდეგ კვირას 22 მაისს იქნება ასეთი შეკრება ონლაინ და ჩემ პაციენტს იქ წარმოადგენს, ისინი მეტყვიან ეს გაკეთდეს ასე, ეს არის სტანდარტები, ხო და ეს ვალდებულება, დღეს ვალდებულება არის, რომ სავალდებულოდ აი რაღაც გარკვეულ სპეციალობებში ყველა პაციენტებმა გაიარონ ეს მულტიდისციპლინარული სტაფს ვეძახით ჩვენ შეკრებას, სადაც განიხილავენ იმ კონკრეტულ ადგილას, რომელიც ამის ორგანიზატორია და ყოველთვის არის ჩართვები პერიფერიიდან. აი ეს ქსელურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს მედიცინაში და ყველას აქვს რაღაც ზღვარი თავისი კომპეტენციის პატარა საავადმყოფოებს, მაგრამ ეს პატარა საავადმყოფოები არ გრძნობენ თავს დაჩაგრულად, ვინაიდან ჩართული არიან დიდებთან ერთად. აი ამის თქმა მინდა. რეზო ეს რაღაცა კონკურენციის მომენტის ის არის საქართველოში, ამის ბრალია საქართველოში ისევ და ისევ ჩემთვის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ არის ძალიან ბევრი მომენტი, ეს სისტემა არ არსებობს, ასეთი სისტემა, ჯანდაცვა არის სისტემა. არ შეიძლება ვთქვათ არქიტექტორი შეიძლება იყოს გენიალური ერთი და ვთქვათ იქ სისტემის ცნება არ არის.
ჯან დაცვა არის სისტემა. ერთმანეთთან გადაჯაჭვული არის ყველაფერი, პირველადი, მეორადი, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირი არის. მაგალითად, აქ პაციენტს რო გაუკეთებ ოპერაციას, ის რომ მიდის, იმას მიხედავს მისი კურნალი ექიმი, ოჯახის ექიმი, ხო? ასეთი ცნება ეს საქართველოში პირველი საფეხურია, ხო, როგორც ჩვენთან, პირველი რგოლია კი, რა თქმა უნდა და რის თქმა მინდა, მაგალითად, ნაოპერაციებ პაციენტს არ გაუჩნდება სურვილი, რომ თქვათ, საავადმყოფოს მოუბრუნდეს მაშინვე. ის მიმართავს თავის მკურნალ ექიმს. ეს ასეთი წესია. საქართველოში ყველას აქვს პაციენტებს ექიმის ტელეფონი, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია ასევე, აქ გამორიცხულია. ეს არის შენი პირადი ნომერი და პირადი სფერო და არ არსებობს. იქ მაშინვე პაციენტს შეუძლია დაურეკოს ექიმს ღამის 3 საათზე, რომ რაღაც პატარა რაღაცა მაგ და ეს ნორმად ითვლება და ეს ყოველთვის ასე იყო, მე ხა მამასგან მახსოვს, ღამის 3 საათზე რაღაცა ნახველის ფერი არ მომწონს, ხო? ხო, მაგრამ ეს არ არის ნორმა, ამის თქმა მინდა, მაგალითად და ოპერაციები პაციენტი დარეკავს ჩვენთან საავადმყოფოში და იმას რეზიდენტი უპასუხებს, რომელმაც იცის რა უთხრას, როგორ უთხრას და რა უნდა გაკეთდეს და ეს სწორია. და იმას ვენდობით თლიანად. ხო, აი ეგ უნდა მეთქვა, ანუ რამ რეზიდენტს ენდობა, ხო? რა თქმა უნდა, არის აუცილებელი იმას დაელაპარაკოს, ვინც არანაირად და რეზიდენტმა იციან, რომ რაღაც რომ მოხდეს, იმას შეუძლია მე დამირეკოს და ხდება ასეთი რაღაცეები, მით უმეტეს მე ვეუბნები, რომ მე მირჩევნია, რომ მე დამირეკოთ. ზოგჯერ არის ხოლმე დილას მივალ და მეუბნებიან, აი თქვენი პაციენტი გუშინ ამ მეილი მომდის, რომ თქვენი პაციენტი დაბრუნდა, ასეთი, რაღაც პრობლემა იყო, რაღაცა, ეს გავაკეთეთ, რაღაცა, ანუ საქმის კურსში გაყენებენ. მაგრამ იმას ენდობი და იცი რომ ის სწორად გააკეთა ყველაფერი, არ არის საჭირო ყველაფერზე ასე მაინც და მაინც უცებ უშუალოდ, თქვათ, ოპერატორის შეწუხება. ისევ და ისევ ვიმეორებ, ეს არის სისტემა და ეს აკლია საქართველოს. მეორე მომენტი, რასაც ვფიქრობ ახლა ბოლო დროს და ნუ ალბათ ბუნებრივია ასაკთან ერთად აქ საკმაოდ შეიძლება ხისტი დაარქვა, არის პენსიის სისტემა, ხო? 67 წლის ასაკში უნდა წახვიდე. ასე არის. 65 იყო ადრე, ეხლა 67 არის, გაიზარდა. უნდა წახვიდე და ერთის მხრივ ეს ძალიან კარგია, ვინაიდან ის ახალგაზრდებს უთმობ ადგილს, მე ვთვლი. მეორე დავინტერესე ლიტერატურით და ეხლა ნუ ადამიანები ვართ და გზნობ შენ თავზეც რომ უფრო ადვილად იღლები ეხლა სუპერმენი და რკინისის არავინ არა ვართ უფრო ადვილად იღლები რაღაც მომენტები არის სხვა და ეს ცნობილია სტატიები არის ამაზე რომ ფიზიოლოგიას ვერ გაექცევი არის რაღაც კოგნიტიური დაქვეითება ეს ფაქტია არავინ არ იძახოს რომ რაღაც ასეა კოგნიტიური დაქვეითება არის ტესტები არის გაკეთებული ამაზე კოგნიტიური ტესტები, რაღაც ფიზიკური ტრემორით შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ თავარი რამაც ყველაზე მეტად დამაფიქრა არის ის კვლევები არის შედარებითი კვლევები, რომ თქვათ ახალგაზრდები უფრო ადვილად აკეთებენ რაღაც ახალს, ვიდრე ძველები. ასაკოვანი აი გამოცდილი ქირურგი, გამოცდილ ქირურგს მართლა ისე აქვს ჩამჯდარი ეს რაც იცის კარგად შეიძლება ყველაფერი რომ უჭირს ხო ზოგჯერ და უბრალოდ არც იცის რომ რაღაც ახალია. ანუ თვალსაწიერი არის თვალსაწიერი, ამიტომ შეიძლება ყველას ეს არ ეხება, მაგრამ ზოგადად ეს არის ხო და რისი თქმა მინდა რომ საქართველოში პენსია არ არსებობს, ხო ვიცით ეს რომ პენსია არის სასაცილო, ხო, პენსია ამიტომ საფრანგეთში და ბევრ ქვეყანაში ექიმი პენსიაზე რო გადის, იმას პრობლემა არ აქვს. არანაირი და მატერიალური და ასე შემდეგ, ხო? იგივე ვთქვათ, ევროპაში არ არის ფანტასტიკური რაღაც გადასარევი პენსიები, მაგრამ არის ნორმალური, თუ იმუშავე ნორმალური. ხო და საქართველოში ეს არ არსებობს, ხო და ზოგჯერ გული მიკვდება, როდესაც ვიცი და მესმის, რომ 70 კი არა 80 და 80 წელს გადაშორებული ექიმები მუშაობენ. რატო? ამის გამო რომ პენსია არ აქვს და ამიტომ ეს ყველაფერი გავლენას ახდენს. იგივე ახალგაზრდებს ნაკლებად აძლევენ რაღაც, იმიტომ რომ ახალგაზრდებში ხედავენ კონკურენციას და ძალიან ესეთი გაუკუმართებული სისტემაა ბევრი მიზეზის გამო.
მარტივად რო ვთქვათ, პენსიის არარსებობის გამო, რაც ძალიან მტკივნეულია, გასაგებია და ეძულებული არიან, რომ ჩაეჭიდონ ბოლომდე ბოლო პაციენტს. გადარჩენა, ხო? ცოცხლად რო გადარჩე, იმისთვის არის, ხო? და ეს არ არის ნორმალური. პერიოდულად ამოხდება ხოლმე Facebook-ზე, ახლა რაღაც ექნების დღე იყო 2 დღის წინ და რაღაც რეკლამა მიდიოდა, ქალბატონი იყო, ეს იწყებდა ამ რეკლამას, ორჯერ ვუყურე სპეციალურად. ეს იყო 99 წლის ვარ ექთანი 99 წლის ხალმა არ უნდა იმუშაოს ადამიანმა კიდე ამას წინათ იყო რა ვიღაცა აჩვენას ასევე ლამის 100 წლის და მუშაობს და ამას არ არის ეს ნორმალური არ არის ეს სატრაბახოს ეს რომ აი 100 წლის მუშაობს არ არის სატრაბახო ვინაიდან ეს არის მაჩვენებელი ყველა საზოგადოებაში და ქვეყანაში ცხოვრობთ ხო სხვადასხვაში ეს არის განვითარების მაჩვენებელი რომ აი ამ ასაკში არ უნდა ეხლა არ გამიგია მე აქ რომ 100 წლის ექიმი მუშაობდეს და ხო შეიძლება კონსულტანტად სადღაცა რაღაცა ვიღაცები საქმე არა ესეც არა ვიმეორებ იგივე კონსულტაციაც არ არის გამართლებული ისე სწრაფად ვითარდება მედიცინა ყველაფერს ვერ მიადევნებ თვალს შეუძლებელია ვიცი და ნუ ასე შეუძლებელია რაღაც ასაკის მერე ექიმმა არ უნდა იმუშაოს. ხო და მერე გადაბმულია ისევ და ისევ ყველაფერი აი პერიოდულად ასე სადღაც რაღაცას აწყდები ხოლმე დისკუსიას რაღაც რო აი როგორ ახალგაზრდა ექიმი როგორ ენდეთ იმას რაღაც ახალგაზრდა ექიმები ძალიან კომპეტენტურები არიან ყოველ შემთხვევაში აქ ასეა მე თვითონ მომიწია ერთხელ რაღაც პრობლემა მქონდა სხვა შორის 2008 წელს იყო აგვისტოში ვიყავე მთლიანად იქ და რომ დაბრუნდი რაღაც სტრესი რაღაც ანგინას მსგავსი დამემართა თრუკრუპივით ვიხშობოდი და ჩემ ოჯახის ექიმმა ტელეფონით დამისვა დიაგნოზი ისეთი ხმა ქონდაო რომ მოკლედ გამიშვა სასწრაფო იმაში და იქ რომ მივედი არ მიყვარს ეს თავის ისა რომ აი სავარ ესავა რაღაც არა ჩვეულებრივი პაციენტი ვიყავი მომიწიაც და რაღაც და რომ მოვიდა ახალგაზრდა რეზიდენტი იყო და იმას ახლა კიდე სტუდენტი აქ ექსტერნი ქვია და მე მთხოვა რომ შეიძლება იმას ვაჩვენო რომ ისეთ რაღაცა გაქვთ იშვიათიაო და პირი დაბჩენილი ასე რაღაც შიგნით იმით ზუსტად ასე ენდოსკოპიით მიყურებდნენ და ხმა რა მომღია რეზიდენტმა დასვა დიაგნოზი რეზიდენტმა დანიშნა მკურნალობა და ხმა რა მომიღე არაფერი რომ ისავარ ესავარ რაღაც ვენდე მთლიანად ვინაიდან ვიცი როგორ მუშაობს სისტემა აი ეს არის მთავარი და არანაირი პრობლემა არ ყოფილა აბსოლუტურად ვერც წარმომედგინა რომ ხო ახალგაზრდა თუ ძველი ხო არა ხო მაინც და მაინც გინდა თუ არა ის უნდა ვნახო პროფესორი და რაღაც არა სამწუხაროდ რეზო მე ასევე რა მაინტერესებდა იცი აი როგორც გინეკოლოგს გეკითხები ახლა უკვე აი რა არის ყველაზე გავრცელებული აი სტატისტიკურად რომელი დაავადებებია ახლა მე ვიცი რომ მაგალითად რაც საშვილოსნოს ყელის სიმსივნეების პროფილაქტიკები დაიწყო და ეს სკრინინგების პროგრამა შემოვიდა ყველგან და მე მგონი საქართველოშიც არის ეს პროგრამა რამდენადაც ვიცი აი თითქოს ეს ვისა შემცირდა ეს დაავადებები ხო მაგრამ კიდე რაღაცები როგორც წესი რაღაცა რომ მცირდება რაღაცები ჩვენ ორგანიზმში სხვათა შორის ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია ზუსტად იგივე აი ჩვენ იმას ამის ერგული ტრიალებ მაინც მე სწორედ პირველი აი ლაპაროსკოპიული ეგრეთ წოდებული რადიკალური გისტერექტომია ვკეთდება აი საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს და პირველი ლაპაროსკოპიული ისტორიაში მსოფლიოში გაკეთდა კლერმონ-ფერანში 99 წლის ნოემბერში ლაპაროსკოპიულად და მაშინ იყო ეს ძალიან გავრცელებული პათოლოგია და დიდხანს თავი მოგწონდა რომ ეს დღეს პრაქტიკულად ეს ოპერაცია აღარ კეთდება ანუ ეს არის სიმსივნის ამოჭრა თლიანად საშვილოსნოს ამოღება საშვილოსნოს ყელის სიმსივნე ძალიან სპეციფიური სიმსივნეა ძალიან რადიკალურად უნდა იყოს ამოღებული მთლიანად არა მარტო საშვილოსნოს არამედ ირგვლივ აი ლიმფური ქსოვილები და ვინაიდან სხვანაირად იქნება რეციდივი და ეს ოპერაცია იყო აქ გაკეთებული და ნუ ვასწავლედით ამისთვის მოდიოდნენ დღეს აღარ კეთება ეს ოპერაცია საერთოდ უიშვიათესი გახდა ვინაიდან ერთის მხრივ ამ პაპ ტესტი არის სავალდებულო და
რეგულარული და მოსდით ქალებს რომ უნდა გაიკეთოთ, არ გაიკეთებიათ ამის მერე და მეორე მხრივ ცხადია აცრამ ძალიან შეცვალა პაპილომავირუსის აცრამ შეცვალა არის საერთოდ ქვეყნები როგორც ავსტრალია და განსაკუთრებით სკანდინავიური ქვეყნები, სადაც პრაქტიკულად გაქრა აღარ არის. ამიტომ ეს საერთოდ ბევრი ონკოლოგიური პრობლემები უკან იხევს ეხლა ამჟამად ნაკლებად მაქვს შეხება ონკოლოგიასთან, მაგრამ ისევ და ისევ დიდ საუნივერსიტეტო იმაში მაინც ეხლა გვაქვს გასვლა გამოცვლა და სტატისტიკა მაინც ხო მკერდის სამწუხაროდ მკერდის კიბო რჩება, ანუ სარძევე ჯირკვლის კიბო რჩება, გაახალგაზრდავდა საერთოდ განვითარებული ქვეყნების პრობლემა არის ჭარბწონიანობის გამო ენდომეტრიუმის, ანუ შიგნით აშრის ლორწოვანის კიბო, რომლის ერთ-ერთი რისკ ფაქტორი არის სწორედ ჭარბწონიანობა, ესეთი რთული ჰორმონული მექანიზმის გამო. ნებისმიერ ასაკში, რეზო? არა, ეს უფრო ასაკოვან ქალებში არის, მაინც უფრო. მენოპაუზის მერე. ხო. ასაკოვანებში მაგალითად სარძევე ჯირკვლის კიბო ახალგაზრდებში ხდება უფრო რაც ადრე არ იყო და კეთილთვისებიანი პათოლოგიებიდან დღეს ძალიან დიდი მოდა არის ენდომეტრიოზის, ალბათ იმის გამო რომ დიაგნოსტიკა გამარტივდა, უფრო ადვილად ხდება დიაგნოზი, მეორე მხრივ არის ამის თეორიები და ალბათ მაინც მართალია რომ ზოგადად დაბინძურება ყველანაირი სხვა ტოქსინები ხალს უწყობს ენდომეტრიოზის განვითარებას. ნუ ასევე კეთილთვისებიანი პათოლოგიიდან თქვა ფიბრომები ეს დარჩენილია, ნუ ძირითადი ეს პათოლოგიები არის. ონკოლოგია იკლებს, აი რაღაცეები იკლებს, რაღაცეები სტაბილურად არის, ვინაიდან პრევენცია არ არსებობს ეხლა, ნუ მეტნაკლებად არის სკრინინგის მეთოდები არის გავრცელებული, სკრინინგის მეთოდები არის სავალდებულო და ნუ აი ძირითადად მაინც ალბათ დღეს მაინც უფრო ენდომეტრიოზია და ნუ ცხადია უშვილობა რჩება ეს არის. და ახალგაზრდება ასევე უშვილობაც კი. და ზოგადად ახლა გერმანია მე ვიცი რომ საკმაოდ სავალალო დღეში არის შობადობის მხრივ. კი, საკმაოდ დაბალი არის. მართალია საფრანგეთი ჯერ ასე ვთქვათ უკეთეს მდგომარეობაშია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე 1.5-ია მე მგონი თუ 6 დაბალია კი ძალიან ცოტა ასწორებენ ეს აზიიდან ჩამოსული მიგრანტები ეს მიგრანტების ხარჯზე ხდება ამის გამოსწორება, მაგრამ ზოგადად საერთოდ მცირდება, ეხლა ამაზე 1000-ნაირი თეორიებია, საქართველოშიც იყო ამაზე რაღაც ცოტა ესეთი ცხადი არასწორი. ზოგადად ეს ტენდენცია არის მთელ მსოფლიოში, ამას წინათ ერთ ახალგაზრდას ველაპარაკებოდი და ზოგადად თქვა რომ ისეთი მსოფლიოა და ისეთი სამყაროა არასტაბილური, რომ არ უპასუხისმგებლობა არის ეხლა თქვა ბავშვის გაჩენაო. ალბათ ესეც მოქმედებს ძალიან. აი მე რომ ვიყო დღეს ძალიან ბევრს ვიფიქრებდი, ცოტა შორის სანამ გავაჩენდი ბავშვს, იმიტომ რომ ისე აი სულ იმას ვამბობ, რომ აი რას ვუტოვებ მე ჩემ შვილებს და შვილიშვილებს, აი რა პლანეტას ვუტოვებ, იმიტომ რომ ხო განსაკუთრებით შვილიშვილებზე იმას მიშვება, და ჩემი გოგოები უკვე დიდები არიან, მაგრამ მეც ასე კი. შეიძლება იმათ არ მოусწროთ ეს, მაგრამ მე არ ვიცი ეს ზოგად პლანეტარული საგიჟეთია რა აბსოლუტურად. კი და ეს მოქმედებს, აშკარად მოქმედებს და აი ყველგან შემცირდა, ჩვენთან შემცირდა, კონკრეტულად ჩვენ ახლა სტატისტიკა ხო ვიცი პირველად მოხდა ამ 2 წლის განმავლობაში, რომ შემცირდა ახლა ბევრი მიზეზები არის, თქვენთანაც არის ალბათ, ხო, ესეთ კინდერგელიც ეძახიან, აქ ანუ საბავშვო ფული, ხო, ბავშვებზე. ხო და ეს ამას კარგად იყენებენ სხვათა შორის აი ეს ჩამოსულები, აი აჩენენ ბავშვებს და იღებენ ფულს. კი, არა, ეს ნუ ასეთ ქვეყნებში აი საფრანგეთი ძალიან სოციალური ქვეყანაა და რაც სწორია მე რომ მკითხო, სწორია დახმარება ჭირდება და პირიქით მე როგორც ვიცი, ვთქვათ, გერმანია უფრო წინ წასულია კიდე საფრანგეთთან შედარებით და ხო, ნუ ეხლა კი, აქ ძალიან ბევრი მე გადაბმა შეიძლება და რაღაც
შეიძლება ეს მამების დეკრეტში გადიან აქ მაგალითად. მამები ეს ჩვეულებრივი ამბავია, მამების გასვლა. კი, აქაც არის მამების გასვლა დეკრეტში, ეს ჩვეულებრივი ამბავია კი. მე მგონი ზოგადად არ ვიცი, ცხოვრების დონესთან ერთად კლებულობს ალბათ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ეხლა ისეთ ქვეყნებში, ბანგლადეშში და სადაც საჭმელი არ არის ელემენტარულად, აი იმ ქვეყნებში მატულობს ეს ბევრია კი მართალია 10-8 ჩენს იქიდან ალბათ 2 გადარჩება ცოცხალი კი ესეც არის კი არ უნდა დაგვაუწყდეს რომ იქიდან ყველა არ გადარჩება როგორც ადრე იყო თქვა იგივე ევროპაში ხანდახან რაღაც ძველი მეებს რო კითხულობ 15 და 16 შულს აჩენდნენ და 2 თუ გადარჩებოდა ის იყო ო აი პასტერი რო ვახსენეთ პასტერს არ ვიცი 5 6 თუ 7 შვილი ყავდა და მე მგონი ყველა გარდაეცვალა ერთი დარჩა თუ 2 კი ძალიან მაღალი იყო სექტვილიანობა ახლა ნუ სხვა მიზეზებია ახლა მაგალითად აი რამოდენიმე კვირის წინ ხო უკრაინაში ვიყავი და ძირითადად აი ამ საკითხებზე ვლაპარაკობდით იქ ძალიან შემცირებული არის ეს პრაქტიკულად ორჯერ და უფრო მეტად არის შემცირებული სწორედ ამას ვუყურებდით ვათვალიერებდით ძალიან დიდი სამშობიაროები სადაც ორჯერ შემცირდა ორჯერ და მეტად შემცირდა შობიარობები და ნუ იქ მიზეზი ის არის რომ ქალები წავიდნენ ძირითადად ქვეყნიდან. კი, ბევრნი არიან კი გერმანიაში, საფრანგეთში ალბათ. აი მე მაინტერესებდა, მე ცალკე კითხვად მინდოდა გამომეყო შენი ვიზიტები უკრაინაში. ეს ნუ გასაგებია, რასთანაც არის დაკავშირებული, როგორც მე, ისე როგორც შენ ისევე მე, რა ვიცი, უკრაინის ახალი ამბებით ვიღვიძებ და ვიძინებთ. მე მგონი სხვებისგან განსხვავებით, რომ ზოგჯერ მეუბნებოდნენ ხოლმე რაღაც უკრაინის დროშა მქონდათ მეც და რა არის ეს უკრაინის დროშა? ნუ როცა უხსნი რომ ადამიანს რომ ეს უკრაინა არ არის მხოლოდ ის უკრაინა რო თქვა და ებრძვის რუსეთს, უკრაინა არის ფარი, რომელიც შენს გიცავს. სხვანაირი ერი გამოდგა, არ გამოდგა ბაბაია და უძახე ერი, არ გამოდგა თავცხრილი მიუხედავად უამრავი მინუსისა ის რო თქვა ოლიგარქები ყველა თითქმის რუსეთულმა ყავდათ ძალიან დიდი დიასპორები კი არის ბევრმა უკრაინელმა რუსული ხარკოვში მაგალითად სადაც მამას სწავლობდა და ასევე დისერტაცია დაიცვა დავყვებოდი უკვე აზე ვიყავი კი უკრაინულად მოვაპარაკე მე არ მინახავს ადამიანი კი ხო და ძალიან დიდი ისინი ქონდათ პრობლემები და უცებ ეს ხალხი გადაიქცა ერთ მონოლითად და დაუდგა ამ საზღარ ძალას რომელსაც ფაქტიურად ვერაფერს ვერ აკეთებს მალე ტაკმაჩკის იმაზე მეცინება იღებს მე-5 წელია ხო აი ხო და აი შენი ისინი მე აქ ვიცნობ ძალიან ხშირად ერთად ვართ ხოლმე უკრაინელებთან და როცა რაღაც ონიზებებია მაგრამ აი შენი შტაბ-ეჭდილებები ხა ბოლო შენ ბუჩაშიც იყავი ვიცი ნახე ის საშინელებების მომსწრე ხალხი და ის ადგილები სადაც ეს რაღაც კატასტროფა დატრიალდა. ესე იგი რომ დავიწყოთ ისევ და ისევ ყველაფერი იმითი დაიწყო რომ ეს თქვა ჩემი მოვალეობა იყო და ასე თქვა ჩემი სამუშაოს ნაწილი სხვა ქვეყნებში სიარული მათ შორის უნდა ვთქვა და ეს ბევრმა იცის და დამალული არ არის რუსეთშიც დავდიოდი რეგულარულად აქედან ომამდე ზუსტად იგივე ვთქვა ლექციები და ოპერაციები და უკრაინაში პირველად მოხვდი 2004 წელს ოდესაში იყო კონფერენცია ძალიან კარგად მახსოვს პირველი ეს კარგად გემახსოვრება ხოლმე იქ რაღაც ოპერაციები გავაკეთე ლექციები და ნუ მე ასე არის ხოლმე გიწვევენ მე იქიდან ჩამოდიან ექიმები აქ ჩვენთან სასწავლებლად მე კიდე ისინი გიწვევენ და ასე თანდათანობით 2004 წლიდან პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში მომიწია ყოფნა ისევ და ისევ ოპერაცია ლექცია ვინაიდან ძირითადად ეს არის რომ ნახავენ თქვა აქ რაღაცა რო კეთდება და ისინი არ აკეთებენ უნდათ და მე გიწვევენ რომ აი შენ აჩვენო იქ საჩვენებელი ოპერაცია და ნუ აი ოდესის მერე ვიყავი დნეპრში რამდენჯერმე ხარკოვში იგივე დონეცკში სწორედ აი 2014-ში დაეცა დონეცკი სამწუხაროდ და 2013 წლის დეკემბერში ვიყავი ბოლოს შემდეგ
ივანა-ფრანკოვსკში, ლვივში, რამდენჯერმე, ანუ პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქებში ვარ ნამყოფი და ამ პერიოდში ეს შეიქმნა რაღაც ისევ და ისევ ქსელი ჩემი ურთიერთობა იქაურ კოლეგებთან ძალიან უფრო დავახლოვდი იგივე ვთქვათ სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მარტივიც იყო ურთიერთობა როგორც ქართველისთვის და ნუ აი ძალიან დავახლოვდით აი ამის გამო რომ ხშირად ვიყავი იქ და ნუ ცხადია ახლა მე ომის მერე ბევრ რაღაცები აქედანაც გავაკეთეთ ონლაინ და სხვა შორის მაისში 22 წლის მაისში აქ სრულიად ესე უფასოდ სოლიდარობის კურსი დავარქვით ექიმები ჩამოვიდნენ ქალები ძირითადად მათ შორის იყო ის ექიმი ბუჩადან რომელიც ახალი გამოსული იყო იმ ოკუპაციიდან რომელიც აიხლა მიწევდა გიდობას როგორც დავწერე ეს ქალი ვერ ვიცანი ვინაიდან მაშინ სულ სხვა გამომეტყველება ჰქონდა მაისის ბოლოს ანუ იქ მაისის დასაწყისში დამთავრდა ბუჩას ოკუპაცია მაშინ რასაც გვიყვებოდა ეხლა სწორედ იმ ადგილებს მაჩვენებდა მაშინ რომ გიყვებოდითო ხო და ასე რომ ძალიან სიახლოვე მაქვს უკრაინასთან ნუ კიევში რეგულარულად ვიყავით წელიწადში რამდენჯერმეც მიხდებოდა ხოლმე უბრალოდ ზოგჯერ ჩავდიოდი მარტო იმისთვის რომ მეჩვენებინა როგორ კეთდება ოპერაცია და ბევრგან არ გამიკეთებია ეს ჩავდიოდი მარტო იმისთვის თხოვდნენ რომ აი თუ დაგვეხმარები კამერას თუ დაიჭერ რომ აი თქვა გვაჩვენო როგორ გაკეთეს ეს ოპერაცია ამას ვაკეთებდი ჩვეულებრივად კიევში და ეს ბოლო ჩასვლა აი ახლა იყო ჩემთვის ძალიან რაღაც სეთი არ ვიცი რაღაც ძალიან იმოქმედა იმ ხრივ რომ აი ვიგრძენი რომ მართლა ეს ხალხი გაიმარჯვებს ვინაიდან აი როგორც ახსენე იმის გამო რომ ახლობლები არიან უამრავ რაღაცაზე ვლაპარაკობ პრობლემებზე ვლაპარაკობ ცხადი არ არის აწყობილი ყველაფერი მაგრამ არავისგან არ გამიგონია წუწუნი არავისგან არ გამიგონია აი ზედმეტი ისევ და ისევ მეგობრული ლაპარაკის გარდა რაღაც აი ისეთი კრიტიკა რომ აი რაღაც საქართველოში რომ უყვართ ხოლმე და ეგრევე რომ მიწაში ჩადებენ და გადაუსვამენ ხაზს ასე არა ყველა არის მობილიზებული კონცენტრირებული იმაზე რომ რაც აქვთ გასაკეთებელი ის აკეთონ იმუშავონ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს და ეს იგრძნობა ყველაფერში პატარა დეტალებში იგრძნობა ყველანაირ დეტალებში იგრძნობა სამონტყოფოები ვნახე სადაც აი რაღაც დარჩენილი არის სამწუხაროების დროიდან რაღაც ახალი ყველაფერს უფრთხილდებიან ყველაფერი მოწესრიგებულია ყველაფერი რაღაც ისეთ სარდაფში მოწყობილი რა ქვია სამშობიარო ერთ სამშობიაროში 100 ბავშვი დაიბადა უკვე ყველანაირი პირობები არის რომ თქვათი გაკეთდეს ოპერაციაც ქალებმა იმშობიარონ ცხადია ეს არ არის ნორმალური მაგრამ ეს არის იქაური ყოველდღიურობა ყველა შენობაში არის პირველი რაც წერია რომ შედიხარ shelter ანუ სად შეიძლება ჩავიდე თქვათ მაგრამ ამავდროულად იქ ეჩვევი ახლა აპლიკაცია მქონდა დაყენებული ტელეფონზე ამ alert ქვია რაც ხო და რაღაც პირველ დღეებში უყურებდი მე აღარ უყურებდი რა უნდა უყურო ხან რაღაცა ისმის მოფრინავს ხედავ ამათ როგორი იქცევიან როგორი რეაქცია აქვს და ხო ნუ კარგი თუ ჩავლენ მე ჩავალ სიტყვაზე მაგრამ ხო და არა სხვანაირი ხალხი აღმოჩნდა ამ ომმა ძალიან მე მგონი შეცვალა კიდევაც ომმა გამოაფხიზლა კიდეც მე მგონი კი ნამდვილად გამოაფხიზლა იგივე ხარკოვი რომ ახსენეთ ახლა ხარკოვში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და კი ზუსტად ვიცი ახლა იქ ძირითადი ენა იყო რუსული და ნუ დღემდე რუსულად ლაპარაკობთ ეს არ არის პრობლემა თვითონაც მე ყოველთვის ბოდის ვიხდი და მეუბნები ამ პრობლემა არ არის მეუბნები თქვენი ლაპარაკეთ უკრაინულად რაღაცას თუ ვერ გავიგებ გეტყვით და ვცდილობ რომ გავიგო და უფრო მეტი მესმის და სწორედ ხარკოვი არის მაგალითი კაცო ფრონტი არის რაღაც 10 კილომეტრში 20 კილომეტრში და ხალხი იქ დარჩა მუშაობს ცხოვრობს კაფეებში დადიან რესტორნებში დადიან იმიტომ რომ იმათია და იქ უნდა დარჩნენ არა აქვს მნიშვნელობა რომ რუსულად ლაპარაკობენ ისეთ რაღაცებს წერენ ძალიან ახლო მეგობრები არიან ისეთ გულამაჩუყებელს კი არა ძალიან ღრმა რაღაცებს წერენ რუსულად იმიტომ რომ ასე გაიზარდნენ და იქ არიან მაგრამ იქაური პატრიოტები არიან იმაზე დიდი პატრიოტები ვინც არ ვიცი ახლა არ მიყვარს შედარება ვერ შევადარებ ზოგიერთ ქართველს ხო და
ასე რომ ამის გამო გაძლო ეხლა იმაში ვიყავი ძირითადად ვიყავი კრემენჩუკში ჩამოვიდა ახალგაზრდა ბიჭი ნუ მეგობარია უკვე ფაქტიურად რომელმაც ჩვენთან ისწავლა რაღაცა და კრემენჩუგი ისა რა ქვია სუმიდან ჩამოვიდა სუმი კიდე იქ ყოველდღე ფლატ იქვე არის რა სულ რაღაცა ხდება იქ მუშაობენ აგრძელებენ და ჩამოვიდა იმიტომ რომ თქვენგან ვისწავლე რაღაცეებიო ნუ არ ვიცი მე ძალიან უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი სპეციალურად ჩამოვიდა ჩემთან ურთიერთობისთვის მეხმარებოდა რაღაცეები ჩამოიტანა იქიდან ვიცი რომ აქ არა აქვს და ეს ჩამოვიტანა ინსტრუმენტები რაღაცეები ყველაფერი არ ვიცი ეს ისეთი ურთიერთობა თან ომის დროს აი მადლიერებაც რაღაცა რო თქვა როდესღაც რაღაც გავუკეთე თან გაჭირებაში გაიცნობო ადამიანიო ხო მართლა ასე არის ხო მართლა ასე არის ეს ბიჭი ისეთ რაღაცებს ყვება ხოლმე ნუ არ ვიცი ომი რო დაიწყო იქ სამონტყოფოს წინ მიდიოდნენ ეს ტანკებიო და ნუ იქიდან შემოვიდნენ ხო ძირითადი ნაწილი ერთ-ერთი იქიდან შემოვიდა სუმიდან ხო და ისეთ ისტორიებს ყვებიან ხოლმე ისეთ რაღაცეებთან ჩვეულებრივად თვითონც არაფერი არ ვიცი ძალიან მოქმედებ ჩემზე და თან იქ ყოფნა ხო ძალიან არ ვიცი მე დამჭა შტაბეშტილება რომ ქვეყანა არათუ არ ჩამოიშალა პირიქით უფრო აეწყო პატარა დეტალებშია ყველაფერი ახლა იქ მატარებლით ჩადის ყველა ისენი ხო ევროპის ლიდერების და ყველა სხვა ჩასასვლელი იქ არ არის დღეს ხო რკინიგზის სადგური არის ამის მაგალითი როგორ ხო ვუყურებ როგორი რამდენი ხაზებია რამდენი სავსე არის ვუყურებდი ყველგან მატარებელი დადის ყველა მიმართულებით თან ზუსტად იმ დღეს რომ ბრუნდებოდით დაბომბეს ერთ-ერთ ადგილას გზა და გააკეთეს ის ცოტა დაგვაგვიანდა ცოტა რაღაც შემოვლითი გზით გავიარეთ მაგრამ ამუშავდა ანუ ეს იბომბება ეს გზები აკეთებენ მუშაობს იგივე კი არ მიყვარ შედარება მაგრამ გული მისხდება საქართველოში რამდენი ადგილას იყო რკინიგზა კახეთში მაგალითად აღარსად აღარ არის რკინიგზა არა რკინიგზა არის მომავლის ტრანსპორტი ხო აბარა ხო და ნუ არ ვიცი ეს ხო ნუ ეს გამახსენდა ახლა ეკონომიკის ერთ-ერთმა მინისტრმა რო თქვა რომ ჩაიარო შტადლერმაო რკინიგზაზე ევროპაში მეგონაო თავიო ხო მანქანი დიდ მანძილებზე მოგვიწია სიარული და გზის პირს რო უყურებ აი გზის პირი ზოგჯერ ძალიან ბევრ ამას ამბობს ქვეყანაზე რა ეხლა ნუ ვიცით რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანაა რაღაც მაგრამ შედარება არ არის ძალიან მოწესრიგებული ეს გზის პირები გზაც იგივე მითიხარ გზაზე და უცებ შვიდად გეუბნება იმ ზღოლი მეგობრები არიან უცებ რაღაც გზა მართლა შეიცვალა გამყოფი აღარ არის და ცოტა ფართოა და ესო იმის თვითმფრინავების დასაჯდობი არისო და მართლა სპეციალურად მომზადებული არის და გვერდზე გასასვლელებიც არის გასაკეთებელი რომ აი თქვაც რომ მოუწიოს და ეს ადგილები ეს გადადგნენ ხო ეს ადგილები არის ასეთი იმაზე რა ქვია ავტოსტრადებზე და გასაკვირია ახლა იბომბება ბევრი რაღაცა არ აქვს დენი არ არის ის არ არის ეს არ არის მაგრამ მაინც მოვლილია აი ამან ყველაზე მეტად ჩემზე ამან რაღაც შტაბეშტილება მოახდინა რომ მოვლილია და არ არის მარტო სხვისთვის მოვლილი მაგათთვის არის მოვლილი ახლა ასე რომ დადიხარ და თან რო იცი მაინც ახლა მე ხო არა ვარ თქვა ვიღაც ევროპელი იქაური ვარ ფაქტიურად რომ უყურებ არ ტოვებს ეს ქვეყანა ისეთ შტაბეშტილებას რომ თქვა აი ომი არის კი არის შენობები დამწვარი დანგრეული და ეხმარებიანი რომ თვითონ ეს ხალხი აკეთებს უკვე იმას რასაც აკეთებდა ადრე და რაც წაართვეს მთელი სარაკეტო ტექნიკა მანდმზადდებოდა და უკრაინელი ინჟინრების და მიკაურების ხელით არის აკეთებული და ადნე და ამოარტყა არ გჭირდება თქვენ ეგაო ჩვენა არავინ არ დაგესხმება თავსო და არ ვიცი ნამყოფი ხარ თუ არა დნეპრში ერთ-ერთი ყოფნის დროს 2011 წელია მე მგონი სურათები მაქვს სადღაც იქ მუზეუმი არის სწორედ აბისი კოსმონავტიკის და იქ არის ამ საბჭოთა რაკეტების, იბეების, ამეების მოდელები, ნაწილები, დიდი მუზეუმია დნეპრში და ზუსტად ამას მიყვებოდნენ და მაჩვენებდნენ და ნუ იქ ჩანს მართლა რომ იკეთებოდა ხო ძალიან ბევრი იკეთებოდა იმ რეგიონში სწორედ აი დნეპრის რეგიონში და მართლაც ახლა დღეს გასაკვირი არ არის რომ ეს ასე სწრაფად ამოქაჩეს უბრალოდ ძალიან ძვირად უჯდება თორე ეს უჯდება და ცეცხლის ქვეშ აკეთებენ ამას ყველაფერს და
იგივე ფლამინგოებს და ამ დრონებს და იმას ხო საერთოდ შეცვალეს აბსოლუტურად ომის. თორე რო შეუძლიათ ეს არ მიყვირს რომ ნახემე და რომ ახსენდება საბჭოთა რაკეტების ძირითადი ნაწილები, კოსმოსური რაკეტების იკეთებოდა ასე რომ ახლა ეს დარჩენილია ის ხალხიც არის კოსმოსური ფაქტიურად საომარი რაკეტები იყო. რა თქმა უნდა, კი. ორმაგი დანიშნულების როგორც იტყვიან ხოლმე. კი. რეზო რაზე შეიძლება კიდე რა შეიძლება გამოგჩენოდა რომ მეკითხა. ნუ ეხლა საქართველოში რა მდგომარეობა ეს ეხლა და რაზეც ძალიან ნერვიულობთ მე და შენ ეს კი ვიცით და რა ვიცი ხა რა შეიძლება იმას დაემატოს რაც იქ ხდება. რა ვიცი. არ ვიცი მეც ნუ ეხლა ცხადია ზუსტად ერთნაირად ამაზე მუდმივად ფიქრობ და ნუ არის ასე ვთქვათ სინუსოიდასავით ხან რაღაც ოპტიმიზმი მაქვს, მერე პესიმიზმი, მერე ესე ოპტიმიზმი. როგორი კანონიც არ უნდა იყოს, ხო ეხლა გერმანიაც კანონების ქვეყანაა, საფრანგეთიც ყოველთვის პირველი, აი სიტყვაზე ვთქვათ, რომ კანონიერებას ვთქვათ, კარგი კანონი რაღაც აქვს, ხო თავისი, მაგრამ პირველი ყოველთვის არის რაღაც გაფრთხილება, ხო სიტყვაზე პირველია რაღაცა ესეთი ვთქვათ ციხეში ჩასმა და რაღაცა ესეთი რის გამო ვთქვათ იმის გამო რომ ვიღაცას ხალხს უშლიდი ხო ნუ ეს ხო საერთოდ ეს არის რა ქვია ბოდვა არის მაგრამ ეს ყველაფერში ასე არის ყველაფერში და ეს მენტალიტეტში არის ასე იგივე თქვათ სამედიცინო სფეროში რაღაც რომ მოხდება ეგრევე ამის კრიმინალიზაციაზე არის ლაპარაკი თქვათ ექიმებს შეცდომა შეიძლება მოუვიდეთ რაღაც მაგრამ აქ არ არის ასე ზოგჯერ არც არის ხოლმე რეზო დამტკიცებული რომ ექიმის შეცდომა მოუვიდა და ამაზე არიან გადაცემულები ხო კი, მაშინვე ხდება ამის კრიმინალიზაცია და ზუსტად ხანდახან მეკითხებიან, აქ არ არსებობს, ხდება სამედიცინო შეცდომა რაღაც ყველაფერი, მაგრამ უიშვიათესი არის ექიმი რომ თქვათ მართლა ციხეში მოხვდეს, იქ მართლა უკვე არა სუფთა სამედიცინო შეცდომა არის, არამედ როგორც წესი, აი რაღაც სქესობრივი ესა სექსუალური რაღაც დანაშაული თქვათ შეიძლება რა ჩაიდინოს, რაც ნებისმიერ პროფესიას შეიძლება კონდეს ხო სიტყვაზე. ვთქვათ ეხლა მსახიობები არიან ეხლა ვთქვათ ვიღაცეები სწორედ ეხლა აქტუალური იმაში ხო და რის თქმა უნდა ეს ზოგადად ეს ფონი რომ აი ყველაფრის კრიმინალიზაცია, ამიტომაც ალბათ ადვილი გახდა რომ ეს საზოგადოებაც ამას ეგუება. არ ვიცი, მე ყოველთვის იმას ვფიქრობ, რომ მაინც რაღაც გარეგანი რაღაც ფაქტორის გარეშე ძალიან ძნელი იქნება რაღაც ყოველთვის ასე იყო საქართველოს ისტორიაში რაღაც გარეგანი ფაქტორები რაღაც იქ რუსეთის რევოლუცია მაშინ გახდა დამოუკიდებელი 90-იანებშიც რაღაც არ ეცალათ ჩვენთვის და ამიტომ სხვა ქვეყნებსაც აქვს ხო ასეთი მომენტები ისტორიაში ამიტომ რაღაცა უნდა მოხდეს გარეთ და ამიტომაც ყველაზე მეტად თავისთავად უკრაინელებს ხარს უჭერდა, მაინც მგონია რომ იქ რაღაც ავტომატურად საქართველოს შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ რაღაცა ეს უკრაინის გამარჯვება რაღაც ფონს შექმნის, ისეთ ფონს შექმნის, რომ თუ ეს კარგად გამოვიყენეთ, შეიძლება რაღაც ვიხეიროთ. იგივე არავინ არ იცი, შეიძლება ხოლმე გავიღვიძოთ და ის ჩრდილოეთში თქვათ გარდაცვლილი იყოს ან ჩამოგდებული, ხო შეიძლება მოხდეს არა? ამათი მთავარი შეცდომა არის ის, რომ ფიქრობენ, რომ იქნებიან მუდმივად, ხო? იგივე იმ ხელბორკილებს რო ადებენ, იმათ ისეთი სახეებით არიან, რომ თითქოს საქმეს აკეთებენ. და ნუ არა აი ამ ექიმმა ჩემმა კოლეგამ ბუჩადან მომიყვა რომ იქ სხვადასხვანაირები იყვნენ ესაც ხო ვიცით რომ სხვადასხვანაირები არიან ზოგიერთი ძალიან აგრესიულები იმიტომ რომ იქ იყო ოკუპაციის დროს და მუშაობდა სამონტყოფოში და იყვნენ ზოგიერთები ძალიან აგრესიულები და ზოგიერთი რაღაც უნდათ რომ რაღაც ერთხელ მოვიდაო ერთი ოფიცერიო რომ რაღაც მოინტელიგენტო ტიპის რუსი რომელმაც გითხრაო რომ აი თქვენ ხო თქვენ საქმეს აკეთებთო ჩვენც ასე ჩვენ საქმეს ვაკეთებთო ხო აი ეს პოლიციელებზე გამახსენდა ისინი თვლიან რომ აი თავიანთ საქმეს აკეთებენ რეზო ძალიან დიდი მადლობა მე მგონი საინტერესოა იმედია რავალფეროვანი კი მე პირადად ძალიან ინტერესით გისმენდი იმიტომ რომ მართლაც ახლა ეს სრულიად ახალი რა ეხა მე ყოველ შემთხვევაში უნდა გავეჭერით და ისე გაეკეთებიათ ხო და როდის მოვიდოდი აზზე კაცმარიცო და სამი პატარა ნახრეთით გამიკეთეს ისე რომ აგერ უკვე მე-4 მე-5 წელია
საერთოდ არც მიგძნია სად რა მაქვს და რანაირად მაქვს ის ნახრეტებიც გაქრა მთლიანად. ასე არის, ხრება კი. ხო, ასე რომ ძალიან საინტერესო იყო და რავი, ღმერთმა ჯანმრთელად გავყოფოს ყველას, არ დაგჭირდეს, მაგრამ თუ არის აი ეგ უკეთ ხო და იცი რა კიდე ერთი რამის თქვა მინდა დამატება, ეხლა ძალიან ხშირად არა, მაგრამ ზოგიერთი ჩემი მაყურებელი წერს ხოლმე რომ აი სპეციალურად არაკეთებენ კიბოს წამალს, სპეციალურად არაკეთებენ ამ წამალს. ვეუბნები, მედიცინა წინ არ მიდის, ჩემი თაობის ადამიანი ერთი 50-60 წლის წინ იქნებოდა ღრმად მოხუცი და თუ ცოცხალი იქნებოდა, ამაზეც კიდე საკითხავია, იმიტომ რომ მე სამჯერ მართლა ისეთი ისა მაქვს სამედიცინო მომსვლია რომ იმ სამივეჯერ უნდა მომკვდარიყავი. ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში თუ არა მე მაინც მე ვიცი უამრავი ადამიანი რომელიც უკვე წლებია რემისიაშია მაგალითად სიმსივნეზე და ზოგიერთ საერთოდ გაუქრა და აღარც ფიქრობს ამაზე. ეს ხო ადრე სრულიად წარმოუდგენელი იყო, ეხლა რო 16 ბავშვიდან 2 თუ გადარჩებოდა დაში უნდა დაგეკრა, ხო? რანაირად არ ვითარდება მედიცინა. მედიცინა ვითარდება ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა და რაც თავარია ჯანმრთელი სიბერის ხანგრძლივობა იზრდება და ეს არის მთავარი, ხო? ნუ რა თქმა უნდა ხელი უნდა შეუწყოთ. ეხლა ყოველ დღე თუ დავლიეთ და სიგარეტი მოვწიეთ და 10 პაჩკა 5 უკაცრავად არაფერი არ გვიჩვენის და თუ ჩვენს ხელი შეუწყოთ, თუ ის რეკომენდაციები, რომლებსაც იძლევიან ექიმები, რომ წადი და პროსტატაზე გაესინჯე, თქვათ, გაიკეთე, ხო? აქვია სკრინინგი იქ, თქვათ, სამას ამით შენ შეგიძლია რაღაცნაირად იქ სტატინები თუ არის დასალევი დალიე სტატინები რომ დაიკლო ეს ქოლესტერინი შეამცირო რისკი გულსის დაავადებებს რომლებიც სიმსივნეზე მეტია მკვლელობების მხრივ ხო მეტი ანუ ბევრი რამ გამოიგონა მედიცინამ უბრალოდ ეს მაყურებლებისთვის ვამბობ გრძელი კომენტარების წერა ეხლა YouTube-ში არ მოსულა ამიტომ შენთან ერთად მინდა რომ შენს დამეთანხმო რომ ძალიან ბევრი გაკეთდა ბოლო 10 წლეულებში ამ ხრივ. აი მამაჩემი მაგალითად 12 გოჯანაწლავის ოპერაციებს და იმას რო აკეთებდა, დღეს ასეთი ოპერაციები აღარ არსებობს. აკეთება. ხო, პილორი აღმოაჩინეს და ანტიბიოტიკ თერაპიით შეიძლება ჩვენივრად ეს ერადიკაცია გააკეთო ამ რომელიც კლავდა ხალხს რეალურად ეს დაავადება. კი, სხვა შორს ესეც საინტერესო არის ზუსტად აი ეს კონკრეტული მაგალითი. კუჭის წყლული იყო ერთ-ერთი ისეთი აი ძალიან ცნობილი პათოლოგია, მე რო სწავლობდი სტუდენტი რო ვიყავი და ნუ ამის ოპერაციას ვინც აკეთებდა, ის ითვლებოდა ღმერთად და ეს იქნებოდა მწვერვალი, ასეთი გამოთქმაც კი არსებობდა, აი კუჭის რეზექცია თუ გააკეთე, შეგიძლია ცოლი მოიყვანო, ვიღაცას ჰქონდა ნათქვამი. ხო, მამაჩემი მინდა და ხაწავდა ხოლმე ყველა ჟერზე. ხო და ამ დროს დასავლეთში უკვე აღმოჩენილი იყო რომ ეს ბაქტერია იყო ამისი გამოწვევი ესეც აი რკინის ფარდის ერთ-ერთი შედეგი იყო და ის მედიცინა აქ ვითარდებოდა და დღემდე ვითარდება დღეს საბედნიეროდ ეს რკინის ფარდა გარკვეულად აღარ არის მაგრამ რაღაც სხვა ბარიერები არის იგივე საქართველოში მედიცინის განვითარების ეს ძირითადად ფინანსური მაგრამ ცხადია რომ ონკოლოგია თუ რამე განვითარდა, ონკოლოგია განვითარდა იგივე, როდესაც ამბობენ კიბოს წამალი, საერთოდ ხო ეს თავისთავად არასწორია, კიბო არის სხვადასხვა ფორმის, სხვადასხვა ორგანოსის, სხვადასხვა აბსოლუტურად განსხვავებულია. ზოგ ვირუსი იწვევს და ზოგ კანცეროგენი და ზოგ სიზარდე. ხელის კიბო რო ვახსენებთ, ის პრაქტიკულად აღარ არსებობს განვითარებულ ქვეყნებში, აღარ არსებობს და გაქრება, ალბათ გაქრება, ვინაიდან პრევენცია ვიცით და სწორედ იმის უპირატესობა ის არის რომ თუ რაღაც სკრინინგი ვიცით თუ რაღაც ადრეულ სტადიაზე მიხედავ სამწუხაროდ საქართველოში დღემდე არის შორსწასული შემთხვევები ამიტომ ეს სკრინინგი ძალიან თავიდან ვახსენეთ და მინდა აუცილებლად ეხლა ვთქვა და ამავიწყდა ეს საშუალოს ხელის სკრინინგი არის სანდრა რულოვსის დამსახურება მან სწორედ როგორც ევროპელმა ჰოლანდიელმა ეს შემოიტანა და გახადა სკრინინგი, ანუ სისტემა, ისევ და ისევ, თორე ცხადია, ვინმე შეიძლება თქვას,
ვაკეთებდით პაპ ტესტს. კი, პაპ ტესტი კეთდებოდა, მაგრამ აი სისტემური მიდგომა არ არსებობდა, უფასო გახადა, გაათანამედროვა ის, რაც დღეს არის უკვე ქალების მენტალიტეტში და საბედნიეროდ ეს სისტემა არ მოშლილა, დღემდე არის შეუძლიათ ქალებს ეს უფასოდ გაიკეთონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ არის არც მტკივნეული, არც ბევრი დრო არ ჭირდება, უფასოა, ეს საშვილოსნოს ხელის პაპ ტესტი, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, იგივე თუნდაც თანამედროვე მედიცინის და შედეგები არის, რაც თავარი. უამრავი კიდე სხვა ფორმები არის სიმსივნის, კიბოსი, სხვა ორგანოების, რაც გაქრა აღარ არის ისე, როგორც იყო ადრე, მაგრამ აქ ისევ და ისევ ქვეყნის განვითარების დონესაც გააჩნია. სამწუხაროდ ყველაფერში საქართველოს ვერ არის მაინც და მაინც იმ დონეზე უნდა ითქვას. იმედია გამოსწორდება ოდესმე, იმიტომ რომ აგერ ჩვენი მეზობელი თურქეთი მაგალითად მაგით ზოგჯერ გერმანიიდანაც კი მიყავთ თურქეთში ესეთი კი და ეს აი ზუსტად სხვა საკითხი არის ისეთი ზუსტად ხანდახან აგრესიული კომენტარი გლობალიზაცია მე ვთვლი რომ ძალიან კარგი რამეა გლობალიზაცია ზუსტად ამ მხრივ არის ძალიან კარგი რომ აი რა ასეთი ფარდები რკინის ფარდები აღარ არის და არ უნდა არსებობდეს დღეს სამეცნიერო ინფორმაცია ვრცელდება მაშინ აი ესე იგი წარმოუდგენელია მარტო კუჭის წყლზე არა სხვა პრობლემებზეც არის საბჭოთა კავშირს ჰქონდა ჩამორჩენა ერთი 10, 15, 20 წლით იმის გამო რომ უბრალოდ ინფორმაცია სამედიცინო ინფორმაცია არ შემოდიოდა ნებისმიერი პალეონტოლოგიური სტატია რო გამომეწერა მოდიოდა ეს სტატია ჯერ ჩემი მოთხოვნა მიდიოდა 1-3 თვე და მე 4 თვე აქეთ მოდიოდა და როგორც წესი გახსნილი მოდიოდა უნდა ენახათ იქ დინოზავრებზე რამე ანტისაბჭოთა ხო არ ეწერა კიდე რამე იმ სტატიაში რომ ჩემნამდე მოსულიყო და ეს რა თქმა უნდა ძალიან აფერხებდა ამ ყველაფერზე ხო ნუ ამ ხრივ კარგად ვართ მაგრამ რაღაცა ბევრი რაღაცა გამოსასწორებელი ვარ და იმედია გამოსწორდება ყველაფერი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საინტერესო და ძალიან ინფორმატიული საუბრისთვის და თუ რაღაც კითხვები ექნება ჩემს მაყურებლებს, მე ამ კითხვებში და მე ოდესმე კიდე გავაკეთებ და დიდი მადლობა. დიდი მადლობა პირიქით და აბა წარმატებას გისურვებ ძალიან კეთილშობილურ და ნამდვილ საქმეში. მადლობა. საომშვიდობეს.